საღამომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. ყველა გზა მოსკოვში მიდის. თქვენ ალბათ მიხვდით, რომ ეს არის პერიფრაზი ცნობილი გამონათქვამისა, ყველა გზა რომში მიდის. ეს იყო 2000 წელიწადზე მეტი ხნის წინ, ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე და იმის შემდეგაც, როდესაც ყველა გზა რომში მიდიოდა. დღეს 21 საუკუნეში სხვა ვითარებაა. ახლა ყველა გზა მოსკოვში მიდის. ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის მაინც. ვინაიდან და რადგან ჩვენ რომ გვეგონა ყველა გზა ნატოსა და ევროკავშირში მიდისო, ეს ასე არ აღმოჩნდა. რაც შეეხება ნატოს და ევროკავშირს, აი მაგალითად რა გაუკეთა ნატოს ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ეს ხატვრის ჩანაფიქრი გახლავთ, მისი იუმორი და არა მარტო მისი იუმორი, არამედ მისი სარკაზმი, ძალიან მწვავე სარკაზმი. ეს არის დღევანდელი ნატო. ამიტომ რა კი ნატოზე ლაპარაკი ჩამოვარდა, მოდით აქედან დავიწყოთ. აი რას ამბობს ბატონი ტრამპი ნატოსთან დაკავშირებით. დიდი შიში, რაც ნატოსთან დაკავშირებით მაქვს, არის ის, რომ ჩვენ ნატოსთვის უზარმაზარი თანხები დავხარჯეთ და ვიცი, რომ მათ დასახმარებლად მივალთ, მაგრამ მე ნამდვილად მეეჭვება, მოვლენ თუ არა ისინი ჩვენს დასახმარებლად. ნამდვილად ასეა. ნატო ვერავის ვერ დაეხმარება, იმიტომ რომ ნატო პრაქტიკულად არაფერს არ წარმოადგენს. ნატო ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ახლა როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ბზარი გაჩნდა, რომელიც შესაძლებელია უფსკრულად იქცეს. რა თქმა უნდა, ნატოს პერსპექტივა არის ის, რაც ხატვრის იუმორსა თუ სარკაზმში ჩვენ უკვე ვიხილეთ. რა ბედი ეწევა ჩვენს მეორე ვექტორს, რომელიც ასევე აღთქმულ მიწად მიგვაჩნდა ქართველებს, ევროკავშირს. ამასთან დაკავშირებითაც ბატონი ტრამპი გვეტყვის თავის მოსაზრებას. საფრანგეთის პარტია პატრიოტების ლიდერი ფილიპო ფლორანი საფრანგეთისა და გერმანიის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეა. პოლიტიკოსი წერს, რომ ბრექსიტი და ფრექსიტი რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. მისი ინფორმაციით, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში მერიის შენობებიდან ადგილობრივმა ადმინისტრაციებმა ევროკავშირის დროშები უკვე ჩამოხსნეს. ფლორანმა ასევე გააზიარა გერმანიის გაერთიანებიდან გასვლის შესახებ პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ლიდერის ელის ვეიდელის განცხადება. ვეიდელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სტრუქტურები გაერთიანებაში შემავალი ქვეყნების თავისუფლება და საზღვრების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ. ტრამპის ნათქვამია და ტრამპის გაკეთებულია ესეც. ეს ხვედრი, რაც ევროკავშირს გარდაუვლად ელის, ეს არის ტრამპის მოღვაწეობის შედეგი. ანუ ტრამპის მიერ რეალობის სრულიად ახლებური დანახვა, სრულიად ახლებური გააზრება. მას რა თქმა უნდა, მომხრეც ბევრი ყავს და მოწინააღმდეგეც, მაგრამ ტრამპი რომ არაორდინალური პიროვნებაა და არაორდინალური პრეზიდენტია, ეს ფაქტია. ამიტომ მისი მოღვაწეობის შედეგები შესაძლებელია იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვეძლოს წარმოდგენა. ამიტომ ყველაფერ ამას ფეხი უნდა აუწყოთ, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ეს არის რეალობა. იმიტომ რომ ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა დღეს ძალიან ძნელია. ახალი რეალობა მოდის. ახალი მსოფლიო წესრიგი. თუ გნებავთ მსოფლიო უწესრიგობა, რაც გნებავთ ის დაარქვით. მაგრამ ის, რაც მსოფლიო წესრიგის სახით და საერთაშორისო სამართლის სახით არსებობდა, უკვე დანგრეულია. კი არ ინგრევა პრაქტიკულად უკვე დანგრეულია. ამის შესახებ მე წინა გადაცემაშიც მქონდა საუბარი და ამის შესახებ მე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობ, რომ ეს მოსალოდნელი იყო. აქ მარტო ტრამპის მოსვლა და მისი პრეზიდენტობა კი არ არის გადამწყვეტი, არამედ ის
პროცესები, რომელიც ვითარდება მსოფლიოში, ის კრიზისები, რომელიც ყალიბდება ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველ რიგში, დასავლეთის სამყაროში, კაპიტალისტურ სამყაროში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს მთელი ჯაჭვია მოვლენათა, რომელიც ერთმანეთზე არის გადაბმული, გადაწნული და აკეთებს თავის საქმეს, ანუ ცხოვრება მიდის, ცხოვრება გრძელდება. ერთ ადგილზე არაფერი გაყინულა და რაღა მაინც და მაინც ეს დღევანდელობა გაიყინებოდა. რა თქმა უნდა, ეს დღევანდელობა, რომელიც დუხს, რომელიც პროცესია, რაღაც ახალს მოიტანს, მაგრამ რა არის ეს ახალი და აუღებ თუ არა მას ალღოს ჩვენ. აი ეს არის დღევანდელი საკითხი, მთავარი საკითხი. ახლა კი ეს ყველაფერი, რაც ვნახეთ აქამდე, ეს ყველაფერი ჩავთვალოთ, რომ ეპიგრაფი იყო ამ გადაცემისთვის და ახლა მოდით დავიწყოთ საქართველოსთან. რა პროცესები ვითარდება საქართველოში? აი ერთი სიუჟეტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი მგონია. კორუფციისგან თავისუფლებით საქართველოს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო 20-ში ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კორუფციისგან თავისუფლების მსოფლიო რეიტინგში საქართველოს შეფასების 100%-იანი სისტემით 65% მიიღო და მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა. კორუფციის არარსებობით საქართველოს უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს: იტალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვენიას, სლოვაკეთს, რუმინეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მალტას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთსა და ალბანეთს. ევროპაში კორუფციის სიდიდით პირველ ადგილზე უკრაინა გავიდა, მეორე ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა კი მოლდოვაა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორი განმარტების მიხედვით ზომავს კორუფციის არარსებობას ხელისუფლებაში და განიხილავს კორუფციის სამ ფორმას: მეკრთა მეობას, საჯარო და კერძო ინტერესების არასათანადო გავლენას, საჯარო სახსრებისა და რესურსების მითვისებას. ვა, ეს რა მდგომარეობა გქონია? რაღაცა საოცარი მისასალმებელი ფაქტია ჩვენთვის, რომ თურმე კორუფციის დონი ძალიან ბევრ ქვეყანას გაუსწარით, კორუფციის რეიტინგში თურმე რაღაც ისეთი ადგილი მოვიპოვეთ და დავიმკვიდრეთ, რომ ვერავინ შეგვედრება და ვერავინ შეგვეჯიბრება. კი ბატონო, ეს ასე იყოს. რაღაცა რეიტინგი ამას გვეუბნება. მაგრამ რას გვეუბნება? ფაქტები, რომელიც ხდება ჩვენ თვალწინ და ჩვენი ყოველდღიურობა. მაგალითად, კორუფციის ბრალდებით დაპატიმრებული პრემიერ-მინისტრი საქართველოში, ყოფილი რა თქმა უნდა. კორუფციის ბრალდებით დაპატიმრებული შეფი სახელმწიფო უშიშროების. ესეც ფაქტია, ხო? ყოფილი შეფი რა თქმა უნდა. კორუფციის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის მინისტრი. ყოფილი რა თქმა უნდა, მაგრამ თავდაცვის მინისტრი. ესეც რეალობაა და სხვა მრავალი. ყველას ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ როდესაც თუნდაც სხვა ხელისუფლების, წინა ხელისუფლების პრეზიდენტი კორუფციის გამოა დაკავებული და საპატიმროშია თუ სანატორიუმშია, ერთი სიტყვით საზოგადოებისგან იზოლირებულია. და რაც ჩამოვთვალე კიდევ ეს ყველაფერი რეალობაა და ფაქტებია ჩვენი. და ამ დროს ვიღაცა გვეუბნება, რომელიღაცა ორგანიზაცია, რომელიც რაღაცა თავის საზომით ზომავს ამ რეიტინგებს, კორუფციის მაღალი და დაბალი დონის შესახებ, გვეუბნება, რომ თქვენთან ამ თვალსაზრისით ყველაფერი კარგად არის. როგორ ერთბაშად გამოსწორდა ახლა ერთ კვირაში ეს ყველაფერი, თუ რაღაცა აცდენასთან გვაქვს საქმე, ისინი სხვას გვეუბნებიან, ჩვენ სხვა რეალობა გვაქვს. კი, მაგრამ ჩვენ რომ ამას ვატრიალებთ, რამდენიმე დღეა განუწყვეტლივ, რომ აი თურმე რა კარგი მდგომარეობა გვაქვსო. იმ კადრებს რა უყოთ, რომელსაც მე ახლა არ გიგიჩვენებთ, მაგრამ თქვენ ყველას ნანახი გაქვთ, აი სულ ახლო წარსულში. რაც ჩამოვთვალე. იმათ რა ეს ერთმანეთში თავსდება, ერთმანეთთან შესაბამისობაში მოდის, თუ ორი სხვადასხვა რეალობით ვიცხოვროთ. უმაღლესი პირები არიან კორუფციაში მხილებულნი და ამ დროს რეიტინგით ვართ რაღაცა შესაშურ ადგილზე ვიღაცისთვის. აი ასეთ გაუგებრობებთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში ჩვენ ღრმად კორუფციულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ღრმად კორუფციულ ქვეყანაში. თქვენ ხომ იცით, რომ აი ვთქვათ საქართველოს პარლამენტში
თითქმის აუქციონის წესით იყიდება მანდატები. თქვენ ხომ იცით, რამდენი ოფიციალური მილიონერი ვყავს პარლამენტში. ეს მილიონერები ამ გაღატაკებულმა და საზღვარგარეთ გადახვეწილმა ხალხმა ლუკმა პურისაძებრნელად თვითონ აირჩიეს თავისი ნებით, თუ რაღაცა მექანიზმი მუშაობს, რომელიც ამ ადამიანებს გვარჩევინებს. ეს ადამიანები მიდიან, მიაქვთ გარკვეული თანხები, შემოწირულობის სახით ამა თუ იმ პარტიაში, ოღონდ იციან, გამსვლელი პარტიები. არა აქვს მნიშვნელობა ეს სახელმწიფო პარტია თუ ოპოზიციური პარტია, თუ გამსვლელია, ამ პარტიებში მიაქვთ შემოწირულობები და ადგილებს იკავებენ იმ სიებში, პარტიულ სიებში, რომლებიც შემდეგ დეპუტატები ხდებიან. ეს ჩვენი რეალობა არ არის? თუ აქ რამე გამოგონილია? არა, ეს ჩვენი რეალობაა, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ამას კორუფციასაც ვერ დაარქმევ. რატომ? იმიტომ რომ დაკანონებულია ყველაფერი. არც მილიონერობაა აკრძალული და არც ამა თუ იმ პარტიაში შემოწირულობის მიტანაა აკრძალული. არაფერი არ არის აკრძალული. და რა კი აკრძალული არ არის, ეს ადამიანები ასე იქცევიან და ყიდულობენ მანდატებს თავისთვის, თავიანთი ოჯახის წევრებისთვის, თავიანთი საყვარლებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ შემდეგ ეს ნაყიდ მანდატებიანი დეპუტატები რა კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევიან, რომელიც ქვეყანას წაადგება, რომელიც მუხლზე დაჩოქილს ქართველ ადამიანს წამოაყენებს, თუ იმ კანონებს იღებენ, რომლებიც თავიანთვის არის ხელსაყრელი. იმ კანონებს იღებენ, რომლებიც კრიშად, ეგრეთ წოდებულ კრიშად, ჟარგონი უნდა ვიხმაროთ ხომ, შემდეგ მოევლინება მათ ბიზნესს, მათ მილიონებს და მათ მილიარდებს. აი ეს ვითარება გვაქვს და ახლა ვიღაცა შარახვეტია რეიტინგის მზომავი, რომ გვეტყვის, რომ თქვენთან კორუფცია არ არისო, ჩვენ ეს უნდა დავიჯეროთ და ბაჯაღლო ჭეშმარიტებად მივიღოთ? არა ბატონო. ამიტომ ასეთი სახეში შემოფურთხება, ასეთი სიცრუის გასაღება ჭეშმარიტებად, რომელ რეიტინგსაც არ უნდა გაყრდნობოდეთ, ეს არ არის პატიოსანი საქციელი. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს მძიმე მდგომარეობა. ჩვენ კორუფციის დონით საგანგაშო ვითარება გვაქვს. ეს უნდა ვთქვათ, ოღონდ უნდა ვთქვათ ის, რომ ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ყველაფერი აღმოფხრათ. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ყველაფერი დავძლიოთ, მაგრამ პატიოსნად და მისი გეგმაც უნდა იყოს გაწერილი, უნდა იყოს საზოგადოებასთან შეთანხმებული, უნდა იყოს რაღაცნაირად აპრობირებული იმისთვის, რომ ეს სწორი გეგმაა, სწორად იმუშავებს, სწორად. ისე ყასი და სიტყვებით ბევრი გვილაპარაკია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ შედეგი არც ერთ მთავრობას და არც ერთ ხელისუფლებას არ დაუდია და ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს საქართველოსთვის კორუფცია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში რისი გაყიდვაც შეიძლებოდა, ყველაფერი გავყიდეთ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ერთ-ერთი თუ მთლიანი იდეოლოგია არა, პოლიტიკური იდეოლოგია ყავდა ასეთი კაცი, ბენდუკიძე, სააგაშვილის დროს, რომელმაც თქვა, რომ ყველაფერი რაც იყიდება, უნდა გავყიდოთ. ყველაფერი რაც შესაძლებელია რომ გაიყიდოს, უნდა გავყიდოთ, ეს მთელი ფილოსოფია იყო. და აი ამ ქვეყანაში, სადაც ამ ფილოსოფიით ვცხოვრობთ, ვიცხოვრეთ 30-35 40 წელიწადი აგერ ჯართის სახით რომ გავყიდეთ ყველა ჩვენი სიმდიდრე, მთელი ჩვენი სამრეწველო პოტენციალი ჯართის სახით გავზიდეთ და გავყიდეთ აგერ თურქეთში და შესაძლებელია კიდევ სადმე სხვაგან. რატომ გავაკეთეთ ეს? იმიტომ რომ ვიღაცებმა ხელში ჩაიგდეს ფაბრიკები, ქარხნები, ჩვენი გიგანტები საბჭოთა პერიოდში აშენებული და ამისი მოდერნიზება კი არ გადაწყვიტეს დღევანდელობის, უბრალოდ იმ დროის შესაბამისად. არამედ გადაწყვიტეს ერთბაშად გამდიდრება და ჩათვალეს, რომ რა კი მილიონების მომტანი იყო, თუნდაც ჯართის სახით გაყიდვა, დაესწროთ მოვლენებისთვის, არ დაეცადათ რა როგორ განვითარდებოდა, ვაი თუ შემდეგ ყველაფერი დავკარგოთ, თუ იფიქრეს და ყველაფერი გაიყიდა ჯართის სახით. ამ ქვეყანაში თუნდაც ახლა
ვიღაცა გარედან ან ვიღაცა შიგნიდან რა სინდისით, რა ნამუსით, რა ზნეობით გვიმტკიცებს იმას, რომ კორუფცია არ არის, როდესაც როგორც თქვი წეღან და როგორც თქვენთვის ცნობილია, აი ასეთი სავალალო ფაქტები გვაქვს ამ კორუფციასთან დაკავშირებით. ახლა სად მიდის ეს კორუფცია, რა შედეგებს მოგვიტანს იგი და რა შედეგები მოგვიტანა უკვე. მისი ჯიბიდან ამოდის საბოლოო ჯამში ეს თანხები, კოლოსალური თანხები. იცით რა არის, აი ვინც ფულს შოულობს, ისინი ერთმანეთში მორიგდებიან ასე თუ ისე, ან იჭხუბებენ და ერთმანეთს ჩაძირავენ, მაგრამ თავისას არ დაკარგავენ, როგორმე თავისას ამოიღებენ. აი ხალხი კი საცოდავი ხალხი, გასაცოდავებული ხალხი. ამას ყველაფერს საკუთარ კისერზე როგორც იტყვიან, იწვნავს ხოლმე. მისი ჯიბიდან ამოვა ეს ფული, ისე რომ არც ჩასულა მის ჯიბეში. მას საართმევენ, უკანასკნელ ლუკმას საართმევენ მას და ამისი ერთ-ერთი საუკეთესო ფორმა და მოდელი, რომ აი უკანასკნელი კაპიკები თუ აი ჩვენს ენაზე რომ თქვა თეთრები ამოაცალო ჯიბიდან გაჭირვებულ მოსახლეობას ადამიანებს, ეს არის სიძვირე, ფასების ყოველდღე გაუმართლებელი გაძვირება. ყველაფერზე, ნებისმიერ პროდუქტზე, რომელიც სასიცოცხლოდ არის საჭირო და რომლის გარეშე არსებობა არ შეუძლია ჩვეულებრივ მოქალაქეს. მედიკამენტებზე, მედიცინაზე, ყველაფერზე, რის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია, ძვირდება ეს ყველაფერი და ეს გაძვირება, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ კორუფციამ თავისი გააკეთა. გაღატაკებული ხალხი კიდევ უფრო გააღატაკა. ახლა მე ვამბობ ამას, თუ თავრობა და ხელისუფლება აღიარებს თავისი პირით, რომ ასეთი რამ ხდება. მე მგონი აღიარებენ თვითონ და ესეც აი ამ დღეებში ნანახი მასალები არის, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა განახოთ. და ყველა საქმეში ჩვენ რატო ვართ ისე პირნათელი? იმიტომ რომ კონკრეტულ ღირებულებებზე ვართ დაფუძნებული. ასე მუშაობს მაგალითად პარლამენტის სახელით შემიძლია თქვა ამ შემთხვევაში ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეული ლიდერი. წირო დაუდო ფული ხელს არ მოგედებს არც ერთი. ეს არის ჩვენი ღირებულებები და ამით განსხვავდებით ჩვენ იმ ბინძური პოლიტიკური ძალებისგან, რომელიც 9 წლის განმავლობაში და კიდევ უფრო ადრე არსებობდა საქართველოში. ეს ნათქვამი იუმორი რომ იყოს, იუმორად არ ვარგა. სარკაზმი რომ იყოს, სარკაზმად არ ვარგა, იმიტომ რომ რა დავაშავეთ ჩვენ. არადა რა არის სხვა. სხვა არაფერი არ არის, იმიტომ რომ ეს სიცრუეა მაშინ. მოტყუებაა ხალხის. არ შეიძლება ამ საზოგადოებაში ცხოვრობდე, თანაც კაპიტალისტურ ეპოქაში ცხოვრობდე და განაცხადო, რომ ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი წინ რომ დაუყარო, აი ასე როგორც თივას დაუყრიან პირუტყვს, ისე დაუყარო ფული ამ ჩვენს გუნდის წევრებს, ისინი ხელს არ დააკარებენ. ჩვენ ხომ ნახეთ, დააკარებენ თუ არ დააკარებენ. ესეც ხომ ჩვენ არ გვითქვამს, თქვენ თქვით, თქვენ აღიარეთ, თქვენ დაიჭირეთ, თქვენ ჩაღარეთ საპატიმროებში. და ერთმანეთთან მოდის შესაბამისობაში, ერთმანეთთან თანხმობაში მოდის. მე ამას როგორც მტერი არ გეუბნებით, მე ამას როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი არ გეუბნებით, იმიტომ რომ მე არა ვარ თქვენი პოლიტიკური ოპონენტი, მე არ ვაპირებ ხვალ ხელისუფლებაში მოსვლას და არ გეცილებით, ასე ვთქვათ, თანამდებობებს და მდგომარეობას. მე ამას გეუბნებით როგორც ქართველი კაცი, როგორც ერთი რიგითი გულშემატკივარი და ჭირისუფალი ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის. ამიტომ ამას ნუ ჩათვლით ისე რომ აი ხედავთ რას გვიკეთებენ, ხედავთ როგორ გვიპირისპირდებიან, ხედავთ იმ ძალას, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს და აპირებს, რამდენი მხარდამჭერი გამოუშვდა. არა, ის ძალა, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა და გეგმავს დღემდე, თუ გაუვათ. ის ძალა არის საქართველოს დაუძინებელი მტერი. ჩვენ მათთან არაფერი არ გვესაქმება. ჩვენ ეს მილიონჯერ ვთქვით, ვაღიარეთ, დაუპირისპირდით, იმიტომ რომ ისინი არიან შემოგზავნილები, ისინი იკვებებიან დასავლური თანხებით და დასავლურ დავალებას ასრულებენ დასავლური ფინანსების მიღების საპასუხოდ და ამის გამო. ამიტომ ის ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის მიუღებელი ძალაა, მაგრამ ხანდახან ისინიც ლაპარაკობენ, რომ აი ახლა ვთქვათ, აგერ რვის
22 წუთია. პარასკევი დღეა, დღეს 23 იანვარია, 8:22 წუთია. მათ რომ დაიხედონ საათზე, ისინი იტყვიან ახლა რომ 8:22 წუთია საღამოს პარასკევის. მაგრამ ამის გამო უნდა გავემიჯნოთ მათ, ამის გამო უნდა ვთქვათ რომ ისინი ამაში მართლები არ არიან. იმათ რომ მკითხო 2x2 რამდენიაო, ალბათ ისინიც გეტყვიან. შესაძლებელია ყველამ ვერ მოახერხოს, მაგრამ უმრავლესობა გეტყვით რომ 2x2 არის 4. და რა მერე? ტყუიან ამაში? არა, არ ტყუიან ამაში. ისინი რასაც გეუბნებიან, რაშიც გაკრიტიკებენ, იმაში მართალი ურევია, რა თქმა უნდა. ოღონდ იმათ ბინძური ჩანაფიქრი აქვთ. იმათ ბინძური ზრახვა აქვთ, იმათ ბინძური დავალება აქვთ შესასრულებელი. მაგრამ ჩვენ ხანდახან ვიკვეთებით მათთან და ვამბობთ, რომ პარასკევი აი უკვე 8:23 წუთიაო, ისევე როგორც ისინი ამბობენ. ამიტომ ჩვენს მიმართ ჩვენსკენ გამოისვრით ნურს ტყვიას და ნურს ავსიტყვას და ჩათვლით რომ ჩვენ მტრის პოზიციიდან გელაპარაკებით. არა, ჩვენ მოყვარის პოზიციიდან გელაპარაკებით იმას, რასაც ხანდახან მტრებიც გეუბნებიან. ხო, აი ამ კორუფციასთან დაკავშირებით. დღეს ხომ არ დაწყებულა საუბარი და გუშინ ხომ არ დაწყებულა საუბარი, ეს დიდი ტკივილია, საერთოდ აი დღევანდელობის უდიდესი პრობლემაა ეს მსოფლიოში. მაგრამ ჩვენთან რაღაც ისეთი მასშტაბები მიიღო ყველაფერმა ამან, რომ საგანგაშო ვითარებაა და ეს საგანგაშო ვითარება აისახება ხალხზე. და დღეს რომ არ დაწყებულა საუბარი, აი ამის საილუსტრაციოდ მე მოგეყვანთ ერთ ძველ გამონათქვამს, რომელიც ბიზინა ივანიშვილს ეკუთვნის. თავრობა უნდა იყოს გამჭვირვალე, რომ საზოგადოება უნდა იცოდეს რასაკეთებს, რომ კორუფცია უნდა იყოს წარმოუდგენელი, რომ ნებისმიერ ჩინოვნიკზე უნდა საზოგადოებას არ უნდა გაუჩნდეს კითხვები, მაგრამ ვისაც ქონდა განცდა და ქონდა სურვილი და ეკნება მომავალშიც, მათ იცოდნენ რომ ეკონტროლს ვაწარმოებთ. მე მაქვს მონიტორინგი. ძალიან კარგია თქვენ რომ გეგონათ რომ თქვენ კონტროლს აწარმოებდით, მონიტორინგი გქონდათ, მაგრამ თქვენ მიერ ნაწარმოებმა, კონტროლმა და თქვენმა მონიტორინგმა გამოიყო ის შედეგი, რაც გვაქვს. ფაქტია ესეც და ამასაც, როდესაც გეუბნებიან ის არამზადებიც, აგენტურა დასავლეთისა და მე ერთსა და იგივეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე და ის აგენტურა ერთი და იგივე ვართ. არა, ჩვენ სხვადასხვა ვართ. ისინი მტრები არიან, მე მოყვარე ვარ. მაგრამ ისინიც ამას გეუბნებიან, მეც ამას გეუბნებით და ამიტომ უნდა შეიგნოთ ეს, რომ ეს რთული პრობლემაა, რთული საკითხი. ხო და როგორც ვთქვი, ეს ყველაფერი მოსახლეობის ჯიბესთან მიდის. მის უკანასკნელ სასიცოცხლო კაპიკებთან თუ თეთრებთან მიდის. და ეს რომ ასია, ეს ხომ თქვენ აღიარეთ აი სულ რამდენიმე დღის წინ. საზოგადოება ხშირად გამოხატავს სუხელს იმის გამო, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება. საკითხის შესაფასებლად შევარჩიეთ რამდენიმე ძირითადი სასურსათო პროდუქტი, შევადარეთ საქართველოსა და ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში ამ პროდუქტების ფასები და გავაანალიზეთ ფასნამატის სტრუქტურა, მათ შორის ქსელური მარკეტების სავაჭრო პრაქტიკა. ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადარეთ, საქართველოში კონკრეტული მარკის წესუმძირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია. კიდევ ბევრი რამ თქვა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არსებობს, ეს რეალობა გვაქვს, რომ ჩვენ წარმოიდგინეთ გავუსწორდით და გავასწარით ფასებში ევროპულ ქვეყნებს. აქ ევროპული ქვეყანა თავისთავად არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ იქ შემოსავლები სხვა არის. იმ ევროპულ ქვეყნებში ადამიანი თუ კი მუშაობს, იმას სხვა შემოსავალი აქვს და ამიტომ მაღაზიაში რომ შედის თუ ძვირი ფასი ხდება ჩვენი გაგებით და ჩვენი გადასახედიდან. მისთვის ეს იმდენად მტკივნეული არ არის, რამდენადაც ჩვენთვის, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, როდესაც შემოსავალი, თქვათ, რომელიღაცა საშუალო ფრანგისა 5-ჯერ მაინც აღამატება საქართველოს საშუალო შემოსავალს, ხოლო ფასები დაბალია იქ ვიდრე საქართველოში. ეს უკვე კატასტროფული მდგომარეობაა, კატასტროფული ვითარებაა.
მე გითხარით თქვენ ჩემს წინა გადაცემაში თუ იმის წინაშე აღარ მახსოვს ზუსტად, როდესაც ეს საკითხი დადგა, მე გითხარით რომ თქვენ გაგიჭირდებათ ფასების რეგულირება. ძალიან გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ თქვენ ის სისტემა არ გაქვთ, რომელსაც შეუძლია ფასების რეგულირება, რომელსაც შეუძლია სასწორი გადახაროს მოსახლეობის ხალხის სასარგებლოდ და სასიკეთოდ. თქვენ ეს სისტემა არ გაქვთ. ამიტომ ახლა ისე დატრიალდება ეს ყველაფერი, რომ შეიძლება უკუ ეფექტი მივიღოთ. აი მას შემდეგ რაც ეს განცხადება გაკეთდა რა ფასები შეიცვალა და თუ შეიცვალა, საით წავიდა, მაღლა წავიდა თუ დაბლა წავიდა. აბა გადახედეთ, შედით და გადახედეთ. მე ისეთი მაგალითების მოტანა შემიძლია დღეს არ მინდა ძალიან დავამძიმო ეს თემა, თორემ აი თმები ყალზე რომ დაუდგება ადამიანს, მაგრამ გამოსწორების გზა არ ჩანს და გამოსწორების გზა რომ არ ჩანს და არც გამოჩნდება, ამის საბუთად თუნდაც იმის მოტანა შემიძლია რომ ეს თქვენ არ დაგიწყიათ. ფასებზე საუბარი თქვენზე ადრე თქვენმა წინამორბედმა პრემიერ-მინისტრმა დაიწყო. აი მაგალითად რას ლაპარაკობდა ამასთან დაკავშირებით ბატონი ღარიბაშვილი. გამოდის ისე რომ ფასნამატი არის 70-80 შემთხვევებში 100%-ით გაზრდილი და რა თქმა უნდა ეს არის მიუღებელი. ამიტომ ჩვენ ახლა დავიწყეთ აქტიურად მუშაობა თუ როგორ დარეგულირდეს ეს საკითხი. რეალურად სამართლიანი წესები დაწესდება, იმპორტიორებს ექნებათ რა თქმა უნდა განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე იქნება რიტეილს თავისი განსაზღვრული წესები. აი ასე იყო ეს. ასე ალაპარაკდა მაშინ პრემიერ-მინისტრი. რამ ალაპარაკა? იმან რომ ვითარება იყო უკიდურესი, ურთულესი ვითარება იყო მაშინაც, თუმცა ახლა კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობა გვაქვს. მას შემდეგ ფასები კიდევ გაიქცა და გაიქცა მართლაც კატასტროფულად, მართლაც მიუღებლად, მართლაც ყოველგვარ საზღვარს გადასცა. ახლა მაშინ რომ დაიწყო ღარიბაშვილმა ამაზე ლაპარაკი, ეს შემთხვევითი ამბავი რომ არ ყოფილა, ამას ის მოწმობს რაღაცა დროებითი კამპანია რომ დაიწყება ხოლმე. ამას ისიც მოწმობს რომ მარტო აი ამ პროდუქტებთან დაკავშირებით არ დაუსვამს მას საკითხი, მაგალითად საკითხი დასვა მან ავტობის ფასებთან დაკავშირებითაც, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება ავტობის ფასებს, აქაც შეხვედრა გამართეს ბატონმა მინისტრებმა, ბატონებმა მსხვილი იმპორტიორებთან. აქაც გამოიკვეთა რომ ის მარჟები რაც მათ აქვს დაწესებული არ იყო გონივრული და მივიღეთ მათგან პირობა რომ ფასების კლება დაიწყეს, უკვე დაწყებულია, რეალურად დაწყებულია ფასების კლება. ჩამოვა 2.40 წელი ჩამოსული თორსტები ევრორეგულარის ფასები, ბენზინის ფასი და შეგვიძლია რომ კიდევ უფრო მეტად დააკლებენ საწოლზე ფასს. ესიც რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენ ხალხს დაეხმარება, ჩვენ ხალხს აისახება და ინფლაციასაც რა თქმა უნდა წაადგება. აი როგორ ტყუდებოდა მაშინაც მთავრობის მეთაური, რომ დაგვპირდნენ. დაპირებით ეს საქმე არ გაკეთდება. თუ მიუშვებ იმას გამომძალველს, ყაჩაღს, რომელსაც უნდა აბსოლუტურად მაქსიმალური მოგების მიღება. თუ მიუშვებ, ის დაპირებას არ შეასრულებს. მას უნდა დაუწესო არა სიტყვიერი, არამედ ეკონომიკური მექანიზმები, რომ ასე არ გააკეთოს, მაგრამ ეს რომ გააკეთო, მაშინ სისტემა უნდა გქონდეს ყველანაირი, ამისი უფლება უნდა გქონდეს. ეს სისტემა ამის უფლებას არ გაძლევს. ამიტომ ვამბობ მე რომ ტყუილი კამპანიაა ეს, როგორც მაშინ იყო ტყუილი კამპანია. იმიტომ ჩვენ ხო ვიცით რომ ავტობზე და საწვავზე ფასები საით წავიდა და რა მიმართულებით წავიდა და რა მდგომარეობა. არაფერი შედეგი არც მაშინ გამოუღია მას და არც ახლა გამოიღებს, იმიტომ რომ აქ შესაძლებელია მხოლოდ ერთი რამე მოხდეს. ახლა რა კი ეს ბრძოლა დაწყებულია, ახლა რა კი ეს ბრძოლა წვავდება, ჩვენ უკვე ვნახეთ სიუჟეტები, როგორ მოქმედებს სახელმწიფო ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ფასების კიდევ მომატება მოხდება, კიდევ უფრო გაძვირდება ეს ყველაფერი. შემდეგ სადღაც ბოლოში, რამდენიმე თვის შემდეგ იქნება ეს თუ წლის შემდეგ თუ არ ვიცი, შემდეგ ბოლოში შესაძლებელია ვიღაცამ მართლა ჩამოწიოს ერთი ლარით რაც გააძვირა, თქვათ ლარი ღირდა და 2 ლარი გახადა, აი მას შეიძლება ერთი 20-30 თეთრი ჩამოაკლოს და ამითი გაფორმდეს ეს კამპანია ისე რომ აი რაღაცა შედეგი მივიღეთ. მაგრამ სინამდვილეში შედეგი რა იქნება? ის იქნება რომ ლარი რაც ღირდა, ის გახდება
ლარი და 70 თეთრი, ლარი და 80 თეთრი. სინამდვილეში გაძვირდება, მაგრამ გაფორმდება როგორც ფასის დაგლება. აი ეს შულერობა, ჟონგლიორობა ამ სისტემის მოგონილია, ამ სისტემის პირმშოა ეს ყველაფერი და ამიტომ აქაც ასე მოხდება და არასხვანაირად ჩვენ და სამწუხაროდ. კიდევ ვიმეორებ, ამას გეუბნებით არა მტრის პოზიციიდან, არამედ მოყვარის და ახლობლის პოზიციიდან, კეთილის მსურველის პოზიციიდან, მაგრამ გასათვალისწინებელია ეს ყველაფერი და რა კი ამ ნავთობზე ჩამოვარდა სიტყვა ჩვენ საერთოდ გლობალურად როგორც აზიასა და ევროპას შორის შემაერთებელი ხიდი ჩვენი ტერიტორია, რომელიც საოცრად მორგებულია ამ ზოგად რელიეფს და აქედან შესაძლებელია მართლაც ბევრი რამ სასიკეთო გამოდნეს, აი აქ რა ვითარება გვაქვს და როგორ იქნება ეს იმედები, რომელიც დამოკიდებული იყო ჩვენს გეოგრაფიულ მდგომარეობაზე. აი ბოლო დროს ამასთან საუბრები გახშირდა და აგერ დავოსის ფორუმზე ბატონმა ალიევმა გარკვეული განცხადებები გააკეთა, მაგრამ რომელიც საყურადღებოა და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამითიც ვიღაცა სპეკულანტობს, რაღაც სპეკულაციას ეწევა ერთი მხარეც, ანუ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური მხარე, დასავლეთის აგენტურა და მეორე მხარეც, სხვათა შორის, ხელისუფლების და მთავრობის მხარეც. და ერთსაც ყავს თავისი მხარდამჭერი მედია საშუალებები, მეორესაც ყავს თავისი მხარდამჭერი მედია საშუალებები. ობიექტური არ ჩანს არსად, თორემ მხარდამჭერები იცოცხლად დიპლომატ არიან, იმიტომ რომ იკვებებიან როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან. ამიტომ ნახეთ, აი რა მოყვა ყველაფერ ამას. დეზინფორმაციისა და რეალურის დამახინჯების მაგალითი რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა მედია საშუალებებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ დაოსში გაკეთებული განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამოყენებით საზოგადოებას ისე მიაწოდეს, თითქოს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას კარგავს. სინამდვილეში კი ილჰამ ალიევმა ტვირთბრუნვის ალტერნატიულ მარშრუტებზე ისაუბრა, ანუ აზია-ევროპის დამაკავშირებელი ახალი სატრანსპორტო კორიდორი საქართველოზე გამოვალი უკვე არსებული კორიდორის დანამატი იქნება. ახლა პროპაგანდის ეფექტი მე ვიცი რაც არის. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. არ შეიძლება მე ეს არ ვიცოდე. მისწავლია ყველაფერს რომ დავიდაანებოთ და ცხოვრებაში შეხება მაქვს მთელი ცხოვრება, რა როგორ კეთდება და პროპაგანდა რას ნიშნავს, რეკლამა რას ნიშნავს და ასე შემდეგ, სიცრუე რას ნიშნავს, დეზინფორმაცია რას ნიშნავს. ახლა როდესაც გვეუბნები რომ აი იმათმა მედია საშუალებებმა დაამახინჯეს ალიევის ნათქვამი, კონტექსტიდან რაღაცა ამოგლიჯესო და ის არ უთქვამს რადაც ესენი ასაღებენ მის ნათქვამს, ალიევმა მხოლოდ ალტერნატიულ გზებზე ისაუბრა. ანუ საქართველოზე რომ მოძრაობს ტვირთი და იმას რომ ალტერნატივა გაუჩნდება ალიევის იმედით და ზრახვებით და არა მარტო ალიევის. ეს ალტერნატიული გზები ჩვენ ხელს არ შეგვიშლის, ჩვენთვის დამაზიანებელი არ იქნება? რა თქმა უნდა იქნება, სხვანაირად როგორ იქნება, სხვანაირად როგორ უნდა გავიგოთ ეს ყველაფერი. სხვანაირად შეუძლებელია ამის საკითხი, მაგრამ აი თქვენ გეუბნებით რომ რაღაცა იქ დაამახინჯეს, თორემ სინამდვილეში არაფერი არ ხდება. მოდით ერთი თვითონ ალიევს მოусმინოთ. საქართველოზე გამავალ დერეფნებს რაც შეეხება, რაც მეტია გზა, მით უკეთესია ქვეყნისთვის, მომწოდებლებისთვის, ტრანზიტორი ქვეყნებისთვის. ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ გზავნილი მკაფიო და ნათელია, ოპოზიციის მიერ მართულმა მედია საშუალებებმა ეს განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილად გაავრცელეს. სპეკულირებენ და საქართველოს როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის დაკნინებას ცდილობენ. რეალურად კი ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პარალელურად ახალი დერეფნების პერსპექტივაზე ისაუბრა. ჩვენ ვართ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები. ტრამპის მარშრუტის წყალობით და სატრანსპორტო ურთიერთდაკავშირებადობის პროექტის მიხედვით, რომელსაც ამჟამად კურირებს ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენ შევქმნით ახალ სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც გადაჭიმული იქნება აზიიდან კასპიის ზღვის გავლით. შემდეგ გაივლის აზერბაიჯანზე, სომხეთზე, აზერბაიჯანის ნაწილ ნახჭევანზე, შემდეგ თურქეთში და შემდეგ ევროპაში მივა. ეს დაემატება უკვე არსებულ დერეფანს, რომელიც საქართველოზე გადის. აი ეს თქვა ალიევმა და რა დაინახათ ახლა თქვენ ამაში? საქართველო
რა მდგომარეობაში აღმოჩნდება, როდესაც აი ეს დერეფანი გაიხსნება. ზანგეზურის დერეფანი ქვია მას. ტრამპის გზა უწოდეს სხვანაირად. როდესაც ალიევი და პაშინიანი ჩავიდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და შეხვდნენ დონალდ ტრამპს, აი იქ ჩამოყალიბდა ეს იდეა. და ისეთი მტრები ამიერკავკასიაში, როგორებიც ისტორიულად არიან და განსაკუთრებით აი ბოლო 10 წლების განმავლობაში, აზერბაიჯანი და სომხეთი ჩამოყალიბდნენ და ტერიტორიული ურთიერთობებიც კი მოაგვარეს, ისე გადაჭრეს, რომ აი ვთქვათ ნახჩევანის ტერიტორია, რომელიც სომხეთთან არის მიბმული და სადავოა და მიუღებელია თითქოს მეორე მხარისთვის, აი ამ პრობლემაზეც კი თანხმდებიან, ოღონდ დერეფანი გახსნან, სადაც საქართველოს არ არის. და კასპიის ზღვიდან პირდაპირ თურქეთისკენ წავა ეს მიმართულებები. და ეს ჩვენ არ დაგვაზიანებს, ამას გვეუბნებით? ანუ ის მედია საშუალებები გვატყუებსო, რომ გვეუბნებით ეს მედია საშუალებები. თქვენ არ გვატყუებთ? თქვენ თვალებს არ გვიხვევთ ახლა და არ გვაბრმავებთ, ისეა ეს ამბავი? არ არის ასე, რანაირად არის ასე? აი რა თქვა, ხო მოვისმინეთ ახლა რა თქვა ალიევმა, რომ პირდაპირ წავაო კასპიის ზღვიდანო თურქეთის მიმართულებით. ჩვენ სად რჩებით? ხო, ეს პრობლემაა. მე იმას კი არ ვამბობ. ეს პრობლემა რატომ გაჩნდა მეთქი? ან ამ პრობლემის გაჩენას წინასწარ რატომ არ შეუშალა ხელი საქართველოს ხელისუფლებამ მეთქი პრევენციული ზომები რატომ არ გაატარა? ამას კი არ ვამბობ. მე ვამბობ, რომ პრობლემა რომ არსებობს, იმას მიჩქმალვა, მიფუჩეჩება, მიჩუმათება კი არ შველის. იმ პრობლემას უნდა დანახვა. ისე როგორც ბევრ სხვა პრობლემას, ვთქვათ, გარეჯის პრობლემაა და სხვადასხვა პრობლემაა, რომელიც ახლა ცოტა მიფუჩეჩებულია, იმიტომ რომ არავის არ ახსოვს აქ სხვა ამბებია წინა პლანზე წამოწეული, მაგრამ არსებობს ის და ხვალდაზე წამოვა წინა პლანზე, ხო? ეს არ გამოვა, ეს ხრიკი არ გამოვა. მე ვიცი რომ იქ მატყუარა მედია საშუალებები არსებობს. მატყუარა, ცილიფწამებელი, დეზინფორმაციის გამავრცელებელი. მაგრამ ამას იმით კი არ უნდა ებრძოლო, რომ შენ მეორე მხარეს მომატყუო, ცადო ყოველ შემთხვევაში მოტყუება. ვიღაცა ყოველთვის გამოჩნდება, ვინც გაშიფრავს ამას და გეტყვით, რომ არა, თქვენ ტყუი ხართ. თქვენ მეორე მხარეს ტყუი ხართ და ტყუილია. გინდა ერთ მხარეს იყოს და გინდა მეორე მხარეს. მარჯვენა მხარეს ვინც იტყუება, ის არაფრით არ ჯობია იმას, ვინც მარცხენა მხარეს იტყუება და პირიქით. ამიტომ არ გამოვა ასე, არ წავა ასე ეს მოვლენები. ახლა ვიდრე ამ გლობალურ კონტექსტში განვიხილავდა ყველაფერ ამას, შევეცდებოდა ყოველ შემთხვევაში, მანამდე ბარემ მოდით ფსიქიატრიის რენტგენი ვნახოთ. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ახალგაზრდა ბებია. სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ ბებია, რომელიც პატრიოტია ამავე დროს და როგორ ათავსებს ერთმანეთთან ამ ორ უდიდეს მისიას. დღეს დილით 64 ფოტო დავდე და 64 ფოტოდან 62 არის ჩემი ფოტოები საპროტესტო მარშებიდან, რუსთაველის გამზირიდან და სხვადასხვა ესეთ საპროტესტო აქტივობებიდან და მხოლოდ 2 ფოტოა შვილიშვილებთან. აი რას უზამს ადამიანს გზასაცდენილობა. ეს პატრიოტიზმი არის გზასაცდენილი პატრიოტიზმი და აი ამ გზასაცდენილმა პატრიოტიზმმა მეორე გზასაც აასდინა ეს ქალბატონი შვილიშვილების სიყვარულის გზას და 64 ფოტო რომ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელებში, იქიდან 62 იყო მისი პატრიოტული და პოლიტიკური მოღვაწეობის ამსახველი და მხოლოდ 2 დაუთმო თავის შვილიშვილებს. ცუდი ბებია ეს ქალბატონი. და კიდევ უფრო უარესი პატრიოტია მის და სამწუხაროდ. ხო, ეხლა წარმოგიდგენთ ერთ ჟურნალისტს, რომელსაც ისეთი რამ ეშლება, ერთი სიტყვა ეშლება, მაგრამ ისეთი რამ ეშლება საქართველოს ისტორიასთან, ვისაც ოდნავ ახლოს გაული, აი
კარადაში ჩადებული საქართველოს ისტორიისთვის თუ მოუკრავს თვალი, ეს სიტყვა ნამდვილად არ უნდა შეეშალოს, მაგრამ ამ ქალბატონს შეეშალა. 30 წლის ქალი. ეს მონაცემები არ არის ზუსტი და სრული. მოიცავს მხოლოდ ქალაქ ისპანახსა და იქ მცხოვრებ ქართველებს. არსებობს ასეთი გეოგრაფიული წერტილი ისპაჰანი, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს საქართველოს ისტორიაში. ასე ვთქვათ, დიდი როლი აქვს მის გაუბედურებაში. საქართველოს ისტორია ამ ქალაქს, ამ გეოგრაფიულ წერტილს გვერდს ვერ აუვლის ვერანაირად და ჩვენი ყურიც ვერანაირად ვერ აუვლის გვერდს ამ გეოგრაფიული წერტილის სახელს. მაგრამ იმდენად გავს ის ერთ-ერთი მცენარის სახელს, რომ აბსოლუტურად უწიგნურმა ქალბატონმა, რომელსაც თავი ჟურნალისტი გონია, აი ერთმანეთში აურია ისპაჰანი და ისპანახი. ხო, რაღაც ამდაგვარი ჭირს კიდევ ერთ ჟურნალისტს, რომელიც ახლა მინდა წარმოგიდგინოთ და რომელმაც რაღაცა მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, როგორც მას ეჩვენება ყოველ შემთხვევაში, ნაბიჯი გადადგა, მაგრამ აი ვნახოთ მისი შეცდომა როგორი იყო. მარია, მოგესალმები და მადლობა რომ გვერთვებით პირდაპირ ეთერში. მე მარიამი სულ მეგონა რომ არის ქართული სახელი და აღმოჩნდა რომ თურმე აი ირანელებსაც ქვიათ მარიამი. აი ამ ქალბატონს, ჟურნალისტს, ვიღაცა გოგონა, ქართველი გოგონა, ერთი ან ორი ან მრავალი, რომელსაც მარიამი ქვია. ასოციაციას აღუძრავს, რომ ეს ქართული სახელია, იმიტომ რომ მარიამი მას სხვას არაფერს არ ეუბნება. გესმით, რასთან გვაქვს საქმე, ეს ასოციაციური წამოწდენები, ამოვარდნები, ხომ რაღაცას ეყრდნობა ხოლმე, რაღაც საფუძველი გააჩნია ამას და ამ ქალბატონს სახელი მარიამი ახსენებს რომელიღაცა ჩვენს გოგონას, მომხიბლავ ქართულ გოგონას, ვისაც მარიამი ქვია და მეც არაფერს. ამიტომ თქვა ასეთი სასწაული რამ. დიახ, ახლა ეს ქალბატონი, ეს ჟურნალისტი, თურმე გადაწყვეტილება მიუღია, ტოვებს ჟურნალისტიკას და მიდის პოლიტიკაში. და რომ მიდის, იქ ხომ მიაქვს რაღაცით მიდის, აბა ისე ვინ მიგიღებს პოლიტიკაში თუ რაღაცა შენი წვლილი არ შეიტანე, თუნდაც ფული. ფული თუ არ გაქვს, რაღაცა სხვა უნდა გაგაშდეს, სხვა კაპიტალი და აი ვნახოთ რა კაპიტალით მიდის ეს ქალბატონი პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ არ დაუთმობთ ამ ქვეყანას რუსებს და მე მინდა რომ ამ ბრძოლაში მივიღო უფრო აქტიური მონაწილეობა და ამას გავაკეთებ მთელს ჩემს ცოდნას, ძალას, ენერგიას, შემართებას, რაც მაქვს, რაც შემიძლია, ჩავდებ ბოლომდე. ძალა, ენერგია, შემართება. კი ბატონო, ეს შეიძლება გააჩნია, მაგრამ პირველი რა თქვა, მთელ ჩემს ცოდნასო. სხვადასხვა ერის წარმომადგენლები სხვადასხვანაირად იყენებენ ხოლმე რაღაც კატეგორიებს, რაღაც ცნებებს, სხვადასხვაგვარად იყენებენ, მაგრამ საქართველოში ადამიანი, ქართველი კაცი იქნება თუ ქალბატონი იქნება, რა აქვს მნიშვნელობა, ძალიან მოერიდება ხოლმე ასეთ გამოთქმას, რომ მთელ ჩემს ცოდნას ჩავდებ რაღაცა საქმეში. რატომ მოერიდება, იცით, ეს რაღაც თვითგანდიდებას გავს და იმიტომ. შენი ცოდნა შენ კი არ უნდა შეაფასოს, სხვამ უნდა შეაფასოს. მაგალითად აი ილია ვეკუას რომ ეთქვა, დიმიტრი უზნაძეს რომ ეთქვა, შალვან უსუბიძეს რომ ეთქვა, კონსტანტინე გამსახურდიას რომ ეთქვა და სხვა დიდ მოღვაწეებს, ცნობილ მოღვაწეებს, მართლა განსწავლულ პიროვნებებს რომ ეთქვა ასეთი რამე, ეს გასაგები იქნებოდა, მაგრამ ისინიც კი თავს შეიკავებდნენ. მაგრამ ეს პიროვნებები აწევდნენ იმას, რომ ჩემ ცოდნას ჩავდა. აი ეს ხალი ისპაჰანი და ისპანახი რომ ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან, ის სხვა იყო, მაგრამ ესეც ხომ ის კატეგორიაა. მარიამი რომ ქართული სახელი გონი. აი ეს ხალი სადღაც მიდის რომელიღაც პოლიტიკურ ცხოვრებაში და იქ მიდის ამ კაპიტალით, მთელი მისი ცოდნით. ხო, არის აქ რაღაცა ფსიქიატრიის ელემენტი. და რატომ აკეთებს ამას? მე არ დაუშვებ რომ რუსეთმა. ხო, აი ნახოს რუსეთმა, მორჩა რუსეთის საქმე, რუსეთს თუ რამე
ზრახვა და თუ რამე მიზნები აქვს ამიერკავკასიაში, საქართველოში. და ეკნებათ, რა თქმა უნდა, დიდი სახელმწიფოა და ირგვლივ რაღაცა მიზნები აქვს, რაღაც გეგმებს წერენ, სახავენ და ასე არიან, მაგრამ ქალბატონი მიშველაძე მიდის პოლიტიკაში და დამთავრდა რუსეთის ყველა ჩანაფიქრი ამით. ორჩა. ხო, მარტო ქალბატონი მიშველაძე რომ იყოს, რა უჭირდა კიდევ არიან სხვები, რომლებსაც ასეთი პრიმიტიული ზერელე და თავქარიანი დამოკიდებულებები აქვთ და არა მარტო აქვთ, თუ აქვთ კონდეთ, მაგრამ ის რაც მათია, ამას გამოფენენ ხოლმე საჯარო სივრცეში და ასე გველაპარაკებენ, აი მაგალითად ერთი კონკრეტული წარმომადგენელი. კავკასიიდან რუსეთი მიდის რეალურად. სომხეთში, აზერბაიჯანში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომელიც ვერ ვიტყვით, რომ რუსეთისთვის მაინც და მაინც ასიამოვნო იყოს. ამ პირობებში საქართველოში რუსეთს არავინ არ შემოუშვებს. იქნება ეს თურქეთი, იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, თუ თქვათ სხვა ევროკავშირი, რომელიც ასევე გეოპოლიტიკურ მოთამაშედ ყალიბდება. შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი, მაგრამ რუსეთის დაზვერვის სიძლიერე ჩვენ ვნახეთ უკრაინაში. სადაც ჩავარდა რუსული დაზვერვის აბსოლუტურად ყველა მიმართულება. ცოტა უხერხულია ასეთი უვიცი საუბარი. ის არის თქვათ მხატვრის მიერ ითაც დავიწყეთ ეს გადაცემა. ტრამპმა როგორ მიაშარდა ნატოს, ეს არ უნახავს და არ გაუგია ამ კაცს, მაგრამ ასე რომ ლაპარაკობ დღეს, როდესაც ნატოს დაშლის პირას არის მისული და ევროკავშირის დაშლის პირას არის მისული და როდესაც ამბობ, რომ რუსეთს არ შემოუშვებს თურქეთი საქართველოში და რუსეთს არ გაატარებინებს მის ინტერესებს საქართველოში თურქეთი. ანუ თურქეთი მისაღებია ამ ვაჟბატონისთვის. რუსეთს უნდა ებრძოლოს, იმიტომ რომ ტრენდია ასეთი. თუ პატრიოტი ხარ, რუსეთს უნდა ებრძოლო, თორემ თურქეთმა წაიღოს, რაც წასაღები აქვს. სხვებმა წაიღონ, ამერიკას ჩაუბარდეთ, ევროპაში არავითარი პრობლემა არ არის. რუსეთს უნდა ებრძოლო, იმიტომ რომ მხოლოდ ეს ადასტურებს, მხოლოდ ეს ამტკიცებს შენს მაღალ პატრიოტულ ვნებებს და გრძნობებს და ამას გონია რომ რაგი ეს წამოროშა სადღაც იგი ამითი მოატყუებს ქართველ ხალხს და ფონს გავა. აი კიდევ ერთი კოლეგა მისი ეს ორეშნიკი რო ისროლა და უნდა რომ ეს ორეშნიკი ისროლა იმისთვის რომ პროპაგანდისტული ეფექტი გამოეწვია. სინამდვილეში ეს არის 60-იანი წლების საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი რაკეტა, რომელსაც დიდი მნიშვნელობაც ესეთი დიდი მნიშვნელობაც არ ქონდა, სამხედრო მნიშვნელობა, უბრალოდ პროპაგანდისტული მიზნით ისროლეს და კაიგეთ რა ლაპარაკობს. იქნება არ ზღირდა ამ კაცის გამოყვანა აქ, მაგრამ იცით ეს კაცი ვინ არის? ეს თავდაცვის მინისტრი იყო. სააკაშვილის დროს იყო თავდაცვის მინისტრი. აი ეს კაცი ომში სასტიკი დამარცხების შემდეგ მოიყვანა თავდაცვის მინისტრად, კაცი რომელიც აი ასე აზროვნებს. ეს ორეშნიკი, რომელმაც თავზარი დასცა მთელ დასავლეთს, ევროპასაც, ამერიკასაც და რომელმაც პრაქტიკულად ახალი ეპოქა შექმნა სამხედრო ურთიერთობებში. აი ეს ორეშნიკი თურმე არის პროპაგანდისტული მოძველება. რას ეყრდნობი, რა საფუძველი გაქვს, რა არგუმენტი გაქვს. იმიტომ რომ იმ გიჟმა თავდაცვის მინისტრად დაგნიშნა, მეორე მისნაირი დანიშნა შენი სახით თავდაცვის მინისტრად. ამიტომ უფლება გაქვს, რაც მოგადგება ენაზე ყველაფერი იყრანდალო. კი ბატონო, თუ არ გწხვენია ქართველი ხალხის, კი ბატონო, ილაპარაკე ასე. ნება თქვენია და აქვე მინდა წარმოგიდგინოთ ფინეთის პრეზიდენტი, რომელმაც ერთ ინტერვიუში 10 წუთის შიგნით გადათქვა, თლიანად გადათქვა 10 წუთის წინ ნათქვამი. თავიდან ბოლომდე გადათქვა და სხვა რამ თქვა. ეს გახლავთ ბატონი სტუბი. თავდაპირველად მინდა პირდაპირი პასუხი გავცე შეკითხვას, შეუძლია თუ არა ევროპას საკუთარი თავის დამოუკიდებლად დაცვა. ამ შეკითხვაზე ჩემი პასუხია დიახ. ყოველგვარი ეჭვის გარეშე. ევროპას შეუძლია საკუთარი თავის დამოუკიდებლად დაცვა. ამერიკელების გარეშე? დიახ. კი, მაგრამ როგორ თქვენ ხომ მათ ეყრდნობთ უსაფრთხოების ძირითად საკითხებში? 11 წუთის შემდეგ. თქვენ ცოტა ხნის წინ თქვით, რომ ევროპას შეუძლია საკუთარი თავის დაცვა ამერიკელების გარეშე. არა, ასე არ მithქვამს, ეს ჩემი ციტატა არ არის. მეტნაკლებად ასე თქვით, ტრანსკრიპტს გადავხედავთ. ჟურნალისტები ძალიან მეფარს.
სახით და იერით ქართველ კაცს გავს თქვა ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ცნობიერებით, უტიფრობით, აი პოლიტიკური უტიფრო, ქართველ პოლიტიკოსს გავს. ქართველ პოლიტიკოსებს რომ ახასიათებთ უტიფრობა, იმნაირი მე არსად არ მინახავს. აი დასავლეთში ხომ მთელი კოჰორტა არსებობს, გალერეა, მთელი უტიფარი პოლიტიკოსებისა, მაგრამ ფეხის ჩხილებამდე, ბოდიში ამ გამონათქვამისთვის ვერ წვდებიან ქართველ პოლიტიკოსებს უტიფრობაში, უსინდისობაში და საკუთარი ნათქვამის უკან წაღებაში. მაგრამ ეს შორს იყოს. ბატონო ზაალ, თამარ კვარაცხელიას სიუჟეტი არის მზად, თუ არის გვიჩვენეთ. მოგესალმებათ ნოვოსტი მომავლიდან. მე მისი წამყვანი თამარა კვარაცხელია ვარ. ახლა 2426 წელია და აი დადგა ჩვენი დიდი წინაპრის, ნინია ნოსტრადამუს კაკაბაძის მიერ ნაწინასწარმეტყველები მომავალი. დიდი ნინია არასოდეს ცდებოდა. ის არც მაშინ შეცდა, როდესაც იწინასწარმეტყველა, რომ მარეზი კობახიძის მიერ 400 წლის წინ მიცემული ყველა ინტერვიუ ამოიშიფრებოდა, წიგნებში შევიდოდა და მას მომავალი თაობა საზეპიროებად ისწავლიდა. მარეზის სიტყვები გუშინდელი პირველი ინტერვიუდან ბოლო ინტერვიუმდე ყველა როდესღაც შევა სახელმძღვანელოებში. აი ეს ყველაფერი ჩაიწერება აი ამ სახელმძღვანელოებში და მომავალი თაობები ისწავლიან. მე ახლა ხელში მიჭირავს პირველი კლასის სახელმძღვანელო. თუ გადავშლით მას, ვნახავთ, რომ ის მარეზი წამებულის მიერ ნათქვამი სიტყვებით იწყება, რომელიც ყველა ბაუს აყვარებს სწავლას და უჩენს სურვილს ისწავლოს მეტი და მეტი. აია, აი თითი, ათი თითა. აი ნაძვისხი ანთილი, აი კონცერტი დაწყილი. აი ქუჩა პოლიციით გავსილი. ასობგერა წყ. და როცა კახი კალაძე გამოაცხადებდა რომ ნაძვისხი უნდა ანთილიყო, მიმემართა მათთვის პოლიციით გარშემორტყმული, სუსით გავსილი ნაძვისხი ანთის. სამწუხაროდ ნინია კაკაბაძის ყველა ჩანაწერმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. მე ზუსტად ვერ გეტყვით მან მხოლოდ მარეზი კობახიძეზე იწინასწარმეტყველა რომ ისი სიტყვები წიგნებში შევიდოდა თუ ყველა აკაცუკზე, თუმცა ნინიას მასშტაბიდან და სიდიდიდან გამომდინარე სავარაუდოდ ის ყველა აკაცუკზე იგივე სიტყოდა. მოდით გადავშალოთ დღევანდელი წიგნები და ვნახავთ, რომ ახალი თაობა სწორედ აკაცუკების სიბრძნეებით იზრდება. ნინია კაკაბაძის გენიალური თანამებრძოლი სალომე ზოურაბიშვილი. მისი გამონათქვამები შედევრების წიგნშია შესული. სადაც შობილვარ გავზრდილვარ და მის როლია ის არის. სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი. სადაც შეგიძლია გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო, ჩემი სამშობლოც იქ არის. ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური ამხრივ სივრცე, სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო. ეს უილიამ შექსპირის ტრაგედიებია, რომელმაც რა თქმა უნდა სახე იცვალა, განვითარდა და ჩვენამდე ბევრად დახვეწილი და გენიალური ვერსია მოვიდა. საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩივნოთ სახიობების გადაკიდებას. როგორ მოგეფერო, როგორ გესიამოვნება, თქვი. ეს უილიამ შექსპირის დიდი შთამომავლის ნანა ბუთხუზის ქოთია. ჰამლეტმა თავის გადასარჩენად თავი მოიგიჟიანა. ჩვენც თავს მოვიგიჟიანებთ. გინდა სხვადასხვა სახი გაჩვენო? ხან ისეთი ვიქნები, ხან ისეთი ვიქნები. შემიძლია მოგეფერო კიდეც. როგორ გინდა? აი როგორ მოგესიამოვნება, მოგეკცე? აი როგორ? ოღონდაც თავში არ ჩამარტყა და ჩვენს ბიბლიოთეკას ამშვენებს აფორიზმთა კრებული, რომელსაც შოთა რუსთაველის გარდა დაემატა ეკა კვესიტაძის აფორიზმებიც. იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭკნაროს. ხამს უძებრნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოლგან აროს. დუღარ წყალს თუ ბაყაყს ჩახყობ, ამოხტის და გადარჩების, მაგრამ თუ ცივ წყალში ჩახყობ, აუწევ და ადუღდების, ის მუნვეში ჩაიხრჩობის. ბაყაყს რო ჩააგდებთ დუღარე წყალში, ის ამოხტება ძალიან სწრაფად და გადარჩება. ამის ტვინი ეყოფა. მაგრამ ბაყაყს თუ ჩადებთ ცივ წყალში და ნელა გაატყობთ ამ წყალს და შემდეგ ადუღების ტემპერატურამდე მიიყვანთ, აი წყალში ჩაიხრჩობა. აქვეა ერის დედის, სათავადაზნაურო და საადგილმამულო ბანკის ტელევიზიის დიქტორის, ქართველთა შორის ყვირილის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებლის ინგა გრიგოლიას ცნობილი ამონარიდი. ქართლის დედაო, ძუძუ ქართლისა, უწინ მამულსა უზდიდა შვილსა, დედის ნანასთან ქვითინი მთისა, დედა და მამა. დედა, მამა, დედა, მამა. და ბოლოს, გადაცემა უნდა დავასრულოთ ორი დიდი მოაზროვნის, აინშტაინისა და ნინია კაკაბაძის თანამებრძოლის, ტაბლო ტუბლოს სიბრძნეებით. მხოლოდ მოკვდავს სჭირდება წესრიგი. გენიოსი ქაოსზე ბატონობს. აინშტაინი. ომის. მეორე ომის. მეორე მსოფლიო ომის პერიოდის მსგავსად, ან უარესად
ირხევა დღეს და ახლა სამყარო. ოღონდ ამ ქაოსის, ამ რხევის პირობებში გაგიკვირდებათ და უფრო ერხევა სამყაროს. ტაბლო, ტუბლო. მეორე მსოფლიოს ომის პერიოდის მსგავსად ან უარესად ირხევა დღეს და ახლა სამყარო, ოღონდ ამ ქაოსის, ამ რხევის პირობებში გაგიკვირდებათ და უფრო ერხევა სამყაროს. ამით ჩვენი დღევანდელი გადაცემა მომავლიდან დასრულებულია. თქვენ იმდენ გენიალურ ფრაზას გაეცადით ჩემი გადაცემის მეშვეობით. იმედი მაქვს კომენტარებში, მადლობებს არ დაიშურებთ, რადგან თქვენ ახლა უფრო წიგნიერები ხართ, ვიდრე ამ გადაცემის ყურებამდე იყავით. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის. ეს იყო თამარ კვარაცხელია, რომელიც 400 წლის იქით მომავლიდან გვესაუბრებოდა, ოღონდ დღევანდელობას ასახავდა. მადლობა თამარ. მე ამ გიჟებს ვერ გაუძლებდი, შენ რომ არ შემხედებოდი, იმიტომ რომ ძნელია მათთან ურთიერთობა. დიახ, ამით მორჩეთ ფსიქიატრიის რენტგენს და გადავინაცვლოთ რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. დღეს ბევრი სვამ შეკითხვას, ვინ არის ტრამპი და რას წარმოადგენს იგი. ტრამპმა თვითონ დაახასიათა საკუთარი თავი. ვერ ვიჯერებ, რომ ჩემს გამოსვლას კარგი ამოხმაურება მოყვა. როგორც წესი ამბობენ ხოლმე, რომ საშინელი დიქტატორული ტიპის პიროვნება ვარ. ამ შემთხვევაში მათ ეს არ უთქვამთ. მე ვარ დიქტატორი, მაგრამ ზოგჯერ დიქტატორი საჭიროა. შესანიშნავი. დიქტატორია ეს კაცი, მაგრამ დიქტატორი საჭიროა, საჭირო დიქტატორია და დიქტატორი რომ არის, ამას ნიშნავს, ამაზე მეტყველებს მისი ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, ოპერაცია, სამხედრო ოპერაცია, რომელიც მან ვენესუელაში ჩაატარა. ამასთან დაკავშირებითაც მინდა ტრამპის მოსაზრება მოისმინოთ. ჩვენ დავაპატიმრეთ დამნაშავე დიქტატორი ნიკოლას მადურო და ვენესუელელი ხალხი ამით ძალიან ბედნიერია. ჩვენ შთამბეჭდავი ურთიერთობა გვაქვს ვენესუელის ახალ ლიდერებთან. ქვეყანას ხსნით უმსხვილესი ნავთობ კომპანიებისთვის და ეს პროცესი კარგად მიმდინარეობს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ჩვენ უკვე მოვიპოვეთ 50 მილიონი ბარელი ნავთობი და მისი დიდი ნაწილი ვენესუელას დაუბრუნდება. დროის მოკლე მონაკვეთში ისინი ბევრად მეტ შემოსავალს მიიღებენ, ვიდრე რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღეს. ესეც შესანიშნავია, თუ დიდ შემოსავალს მიიღებენ ამას რაჯებია, მე რა თუ დამოუკიდებლობას დაკარგავენ, თავისუფლებას დაკარგავენ. ეს არ არის ანგარიში ჩასაგდები, ასე მსჯელობს ბატონი ტრამპი, რომელიც თვლის, რომ დიქტატორი საჭიროა. საჭირო არა რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში, მას ხომ მსოფლიო მართვაზე აქვს პრეტენზია და აი შექმნა კიდეც ერთი ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ამაზე პრეტენზიას აცხადებს. ეს საბოლოოდ გაფორმდა დავოსში, გუშინ, სადაც ის იმყოფებოდა. Please welcome the chairman of the Board of Peace, the president of the United States of America. დონალდ ტრამპის მიერ ყველა დროის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციად შეფასებული და მისივე თავმჯდომარეობით შექმნილი მშვიდობის საბჭო ოფიციალურად ამოქმედდა. დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა. ღაზის სექტორსა თუ მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის მისაღწევად ამერიკის პრეზიდენტის გეგმები ამბიციურია. მისი თქმით, მსოფლიოს პირველად აქვს საშუალება ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს 10 წლის განმავლობაში მიმდინარე სისხლისღვრა, თაობათა და ერებს შორის სიძულვილი. დარბაზში მყოფ თითოეულ ხელმომწერ ლიდერს კი ვარსკვლავები უწოდა. მანვე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რასაც როგორც ამბობს, თეთრ სახლში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში მიაღწია. This is a very exciting day. ძალიან ამაღელვებელი დღეა, რომლისთვისაც დიდხანს ვემზადებოდით. ბევრმა ქვეყანამ ახლახან მიიღო მოწვევა. ყველა სურს ამაში მონაწილეობის მიღება და ჩვენ ვიმუშავებთ ბევრთან, მათ შორის გაეროსთანაც. ღაზაში მიმდინარე ომი ნამდვილ დასასრულს უახლოვდება. კონფლიქტის მცირე კერებიღაა დარჩენილი, რასაც ჩავახშობთ. ადრე ეს კერები ბევრად დიდი და მასშტაბური იყო. ახლა კი, როდესაც მნიშვნელოვნად შემცირდა, მათი ჩახშობა ბევრად მარტივია. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სამშვიდობო პროცესში 56 ქვეყანა მონაწილეობს. ბევრი მათგანი საერთოდ არ არის ახლო აღმოსავლეთში, თუმცა მაინც ახლოს იმყოფებიან. ვფიქრობ, ჰამასი არ შეასრულებს დაპირებებს, რადგან ისინი იარაღით ხელში დაიბადნენ. ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ მათ უნდა დაყარონ იარაღი. თუ კი ამას არ იზამენ, ეს მათი დასასრული იქნება. ამ საბჭოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა გახდეს მსოფლიოში შექმნილ ორგანოთა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მისი თავმჯდომარე. ძალიან გამიხარდა, როცა ამის გაკეთება მთხოვეს.
ეს საბჭო ჯერ არ შექმნილა ბოლომდე, მაგრამ ბატონი ტრამპი უკვე თავმჯდომარე ყოფილა. თვითონ დაინიშნა თავისთავი. ისე როგორც ვიღაცას წაართვა ნობელის პრემია და მიისაკუთრა. ვიღაცა ვენესუელელ ქალბატონს წაართვა. მან თვითონ გადასცა, მაგრამ ნობელის პრემია არ ითვალისწინებს არავითარ გადაცემას სხვისთვის. ამიტომ წართმევაა ეს. იმ ქალისგანაც არასწორი ნაბიჯია და სამწუხაროდ ტრამპისგანაც ფრიად არასწორი ნაბიჯია. მაგრამ ასია ეს ყველაფერი. დღევანდელ ცხოვრებაში ასე ხდება. დღევანდელ პოლიტიკურ საერთაშორისო ვითარებაში ასეთი მდგომარეობა გვაქვს. ჩამოაყალიბა კაცმა რაღაცა საბჭო, მშვიდობის საბჭო დაარქვა მას, მოაწერა ხელი დავოსში იქვე გვიჩვენა ხელის მოწერა და მე ვთქვა რომ თავმჯდომარე თვითონ არის. როდესაც ვლაპარაკობთ რომ მსოფლიო წესრიგი 1945 წლის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჩამოყალიბებული გაერო და მისი უშიშროების საბჭო, მისი სტრუქტურები, საერთაშორისო სამართალი, ეს ყველაფერი ისტორიას ჩაბარდა, ასე ვთქვათ და დავოსში ასეთი ცოტა კომიკური სახე ჰქონდა ყველაფერ ამას, რაც ჩვენ ახლა ვიხილეთ. ამან სხვათა შორის გამახსენა ის კადრები, რომელიც გაეროს შექმნასთან არის დაკავშირებული. To call for a vote on the approval of the Charter of the United Nations. იმ პროცესს სხვა ისტორიული პიროვნებები ედგა სათავეში, მათ სხვა ღირებულებები ჰქონდათ და საერთოდ სხვა სტანდარტები იყო იმ დროს. ახლა სტანდარტი ძალიან დაშვებულია, დაწეულია ძირს და ამიტომ გვაქვს ის რეალობა, რომელიც გვაქვს. მე მინდა ახლა შემოგთავაზოთ ევრონიუსის ერთი სიუჟეტი, როგორი იქნება აი ამ საბჭოში, რომელიც ახლა იქმნება ტრამპის ხელმძღვანელობით და მისი თავმჯდომარეობით, როგორი იქნება ევროპისა და რუსეთის ადგილი მათი მონაწილეობის ბედი, ასე ვთქვათ. დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭოში მიწვეულ სახელმწიფოთა რაოდენობა 60-მდე გაიზრდა. მიწვეულთა შორის არის ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ამ საბჭოში ევროკავშირის წარმომადგენელი უნდა იყოს. თუმცა გრენლანდიის საკითხის ირგვლივ ამერიკასა და ევროპის სახელმწიფოებს შორის გართულებული პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე ჯერჯერობით უცნობია ევრობლოკის მიწვეული ქვეყნების უმრავლესობის კონკრეტული პოზიცია საბჭოს წევრობასთან დაკავშირებით. ევროპის პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანებიდან მშვიდობის საბჭოს დოკუმენტზე ერთადერთი ხელმომწერი ჯერ მხოლოდ უნგრეთი აღმოჩნდა. დონალდ ტრამპის თავმჯდომარეობით შექმნილ მშვიდობის საბჭოში გასაწევრებლად მოსკოვი მზად არის, თუმცა მათ შორის ამერიკასთან მას კონკრეტული დათქმა აქვს. ხო, კაცმა არ იცის, მოკლედ რა იქნება და როგორ იქნება, მაგრამ ტრამპს რა თქმა უნდა ყველაფერზე თავისი წარმოდგენები აქვს და სხვათა შორის უცერემონიო დეპყრობა ყველას, ვინც არ უნდა იყოს იგი. აი მაგალითად მაკრონთან დაკავშირებით როგორია ტრამპის პოზიცია, უშუალოდ აი ამ საბჭოსთან მიმართებაში. Как вы прокомментируете заявление президента Макрона о том, что он отказывается вступать в Совет мира? Правда? Он так сказал. Ну, его туда никто особенно и не звал. Он все равно скоро вылетает с поста, так что какая разница? Если он решит упрямиться, я просто введу 200% пошлины на французские вина и шампанское, и он сразу прибежит, хотя ему и не обязательно вступать. Как вы знаете, через несколько месяцев его уже не будет у власти. ვერ ვიტყვი რომ მაკრონი ამას არ იმსახურებს მეთქი. მაკრონი ამას რა თქმა უნდა იმსახურებს. მაგრამ მეორე მხარეც აქვს ამას. აი ეს უკიდეგანო ცინიზმი. აი ეს დამოკიდებულება რომ შენ არაფერს არ წარმოადგენ, ვინც უნდა იყო. და მე რასაც გეტყვი, მე როგორც ვიტყვი, მე როგორც დაგავალებ, მე როგორც გიბრძანებ ისე იქნება ყველაფერი. ეს რა შედეგს გამოიღებს საერთოდ სოფლიოში, ალბათ ცოტა დაკვირვების საგანი, დაფიქრების საგანი. მაგრამ მაკრონი რა თქმა უნდა ამას იმსახურებს. სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს ბატონ ტრამპს ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით.
Вы пригласили президента Путина войти в Совет мира? Да, он один из тех людей. Это мировые лидеры. И ответ да, я его пригласил. სოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია და ის დაუპატიჟეო კი ასია მართლაც ბატონმა ტრამპმა დაპატიჟა ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მშვიდობის საბჭოში რომელსაც ახლა ქმნის მიიღებს თუ არა პუტინი მოწვევას ან როგორ იქნება საერთოდ ამ საბჭოს ბედი და რა როლს დაიკავებს იგი მართლა ჩაანაცვლებს თუ არა გაეროს და მის უშიშროების საბჭოს ნახოთ ამას მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ რა თქმა უნდა საინტერესოა პუტინის რეაქცია და პუტინის პოზიცია ყველაფერ ამასთან დაკავშირებით. Мы действительно получили личное обращение президента Соединенных Штатов Америки Дональда Трампа с приглашением присоединиться к создаваемой по его инициативе новой международной структуре Совету мира. В этой связи хотел бы прежде всего поблагодарить президента США за это предложение. Мы всегда поддерживали и поддерживаем любые усилия, направленные на укрепление международной стабильности. Отмечаем также и вклад действующей администрации США в поиске решения по урегулированию украинского кризиса. Что касается нашего участия в Совете мира, то МИДу России поручено изучить поступившие к нам документы, проконсультироваться на этот счет с нашими стратегическими партнерами, и только после этого мы сможем дать ответ на переданное нам приглашение. Абсолютно სწორი მიდგომა ეს, რა თქმა უნდა, სტრატეგიულ პარტნიორებთან დათათბირების შემდეგ მიიღოს თუ არა ეს მიპატიჟება, იქნება საკითხი გადაწყვეტილი. ჯერჯერობით საკითხი გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ აქვე ამ საუბარში და ამ განმარტებებში ამ საკითხთან დაკავშირებით დასმული შეკითხვების პასუხად ვლადიმერ პუტინმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა, უაღრესად მნიშვნელოვანი განცხადებები. აი, ერთ-ერთი მათგანი. Поэтому уже сейчас, даже до решения нами вопроса об участии в составе и в самой работе Совета мира, учитывая особые отношения России с палестинским народом, мы могли бы, я думаю, направить в Совет мира $1 миллиард США из замороженных еще при прежней администрации США российских активов. Кстати, оставшиеся средства из наших же замороженных в США активов можно было бы использовать и на восстановление территорий, пострадавших в ходе боевых действий после заключения мирного договора между Россией и Украиной. Такая возможность также обсуждается нами с представителями администрации США. პირდაპირ ანკესია გადაგდებული. სხვათა შორის ძალიან საინტერესო ანკესი. ის თანხები, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არის გაყინული, რუსული თანხები. აი ის თანხები თუ განთავისუფლდება, მაშინ შესაძლებელია რუსეთმა მილიარდიანი შენატანი გააკეთოს ამ საბჭოში. თუ ის თანხები განთავისუფლდება. ახლა ბურთი, ასე ვთქვათ, იქით მხარეს არის, ტრამპის მხარეს, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გაანთავისუფლებს თუ არა იმ თანხებს. სხვათა შორის აქვე ჩადო მეორე საკითხი, თუ ის თანხები განთავისუფლდება, ის შესაძლებელია მოხმარდეს უკრაინაში, რაც სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერება ხელი, მას შემდეგ აღმშენებლობით პროცესებს. რა თქმა უნდა, რუსეთი უკრაინის აშენებას აპირებს, რაც დაინგრა იქ, ის რუსეთის ხელით უნდა აშენდეს. მაგრამ ამისთვის ამ თანხების გამონთავისუფლება საჭირო, უკანონოდ გაყინული თანხების განთავისუფლება. ნახოთ, ტრამპი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. კიდევ ერთი ეპიზოდი მინდა შემოგთავაზოთ პუტინის ამ განმარტებებიდან, სადაც მან ახსენა გრენლანდიას, ახსენა ალიასკაც სხვათა შორის. ძალიან მრავალ მნიშვნელოვანი იყო ალიასკას ხსენება ამ კონტექსტში და თუ დააკვირდებით პირდაპირ бизнес გეგმა შესთავაზა ტრამპს. ნახოთ ეს ეპიზოდი. По поводу Гренландии. Ну, это нас не касается совершенно, того, что с Гренландией происходит. Но у нас есть опыт решения подобных вопросов с Соединенными Штатами. В XIX веке, по-моему, в 1867 году, как мы знаем, Россия продала Соединенным Штатам, а Соединенные Штаты купили у нас Аляску.
И если мне память не изменяет, площадь Аляски – это 1 миллион, где-то 1 миллион 717 тысяч квадратных километров, ну чуть больше. И Соединенные Штаты купили у нас Аляску за 7,2 миллиона долларов США. Надо проверить, конечно, эту цифру, но, по-моему, так и есть. В сегодняшних ценах, с учетом инфляции за все эти многие десятилетия, эта цифра была бы 158 миллионов долларов. А площадь Гренландии, она чуть больше, по-моему, 2 миллиона 166 тысяч квадратных километров, тоже с хвостиком. То есть разница где-то 450-449 примерно тысяч квадратных километров. Ну вот, значит, если сравнить это со стоимостью приобретения Соединенными Штатами Аляски, то цена за Гренландию была бы, ну, где-то там 200-250 миллионов долларов. Если сравнивать с тогдашними ценами на золото, эта цифра была бы больше, наверное, к миллиарду. Но я думаю, что Соединенные Штаты потянут и эту цифру. А главное, что у Дании и Соединенных Штатов тоже есть свой опыт на этот счет. По-моему, в 1917 году Дания уже продала, а Соединенные Штаты купили Виргинские острова. Так что такой опыт тоже существует. Кстати говоря, Дания всегда относилась к Гренландии как к колонии и довольно жестко, если не сказать жестоко, к ней относилась. Но это уже дело другого порядка, вряд ли сейчас это кого-то интересует. Но нас точно это не касается. Думаю, что они между собой разберутся. საინტერესო მსჯელობა იყო, ხომ? მე გითხარით, რომ პირდაპირ ბიზნეს გეგმა დაუდო ტრამპს მეთქი რა, როგორ შეიძლება იყიდოს და საერთოდ რა შეიძლება საით წავიდეს. მე ყურადღება მივაქციე ალიასკას ხსენებას და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. დღეს მსოფლიო ისე იცვლება, საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი იმდანად დაირღვა უკვე და პრაქტიკულად მოიშალა, რომ ყველაფერი მოსალოდნელია. მე ახლა წინასწარმეტყველებას, რა თქმა უნდა, არ დავიწყებ. პუტინი ალიასკას გამოსყიდვას აპირებს თუ რაღაცა სხვა მეთოდებით და ხერხებით აპირებს ამ ძველი რუსული მიწის დაბრუნებას, მაგრამ შესაძლებელია რაღაცა ამდაგვარი ფიქრიც იყოს მეთქი ამაზე, მეც ხმას კრინც აღარ დავძრავ, მაგრამ რაღაცა მენიშნა ამ ალიასკას ხსენებას. ახლა მინდა ლავროვის ერთი განცხადება მოგასმენინოთ, აი შედარებები იკეთება ხოლმე, როგორ იქცევა ტრამპი, თქვათ, მის მეზობლებთან თუ არა მეზობლებთან, როგორ იქცევა რუსეთი, რას გავს, რას არ გავს და სად შეიძლება პარალელების გავლენა. საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთისა ბატონი ლავროვი. Что касается конкретно Гренландии, знаете, я тут специально выписал некоторые цитаты. Вот, например, президент Хорватии господин Миланович, очень, по-моему, такой опытный, дальновидный политик, он призвал президента Трампа не ставить свои интересы выше прав народа Гренландии. Цитата. «Подчеркиваю, решение о будущем Гренландии может принимать исключительно гренландский народ». Поставьте на место гренландского народ Крыма, и вам многое станет, наверное, понятным. Причем в Крыму люди пошли на референдум после антиконституционного госпереворота, когда пришедшие к власти путчисты объявили войну против русского языка и послали боевиков штурмовать Верховный Совет Крыма, а в Гренландии никто никаких переворотов не устраивал. Просто, как сказал президент Трамп, эта территория важна для безопасности Соединенных Штатов. Крым не менее важен для безопасности Российской Федерации, чем Гренландия для Соединенных Штатов. აი როგორ შემოbrunდება ხოლმე სიტუაციები. თუ კი ასია, თუ კი ამერიკას შეუძლია, ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, რომ გრენლანდია მიითვისოს ან წაართვას მის პატრონს, იმის გამო რომ მას ეს სჭირდება.
უსაფრთხოების თვალსაზრისით. მაშინ აგერ პასუხობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ყირიმი ჩვენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენთვის გრენლანდიაო. და სხვათა შორის იგივე მინისტრი ბატონი ლავროვი იმასაც ამბობს, რომ გრენლანდიაში არავითარი პრობლემა არ შეუქმნია არც რუსეთს და არც ჩინეთს, ესეც მოვისმინოთ ვარა. Ну и, конечно, когда оправдывают происходящее вокруг Гренландии тем, что иначе ее захватит Россия или Китай, ну, нет таких подтверждений, и на Западе уже экономисты, политологи их опровергают. Აი, ასეთი ვითარებაა შექმნილი. ძალიან რთული ვითარებაა, უკიდურესად დაძაბული ვითარებაა შექმნილი და რა საით აგვიყვანს ღმერთმა იცის, მაგრამ მივყვეთ მაინც რაც არის ის არის. ახლა ეს საბჭო ჯერ არ შექმნილა, მშვიდობის საბჭო, რომელსაც ქმნის ბატონი ტრამპი, ჯერ არ შექმნილა, ხომ გუშინ მოეწერა ხელი და ვნახოთ რა სახეს მიიღებს ეს ყველაფერი, მაგრამ უკვე პროტესტები დაიწყო. მაგალითად, ბრიტანეთი უკვე აპროტესტებს იმას, რომ ამ საბჭოში მიწვეულია პუტინი. დონალდ ტრამპის მიერ შექმნილ მშვიდობის საბჭოში ვლადიმერ პუტინის მიწვევის გამო გაერთიანებული სამეფო შეშფოთებას გამოთქვამს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა განმარტა, რომ ისინი ღაზის სამშვიდობო საბჭოს წევრობას ხელს არ მოაწერენ, რადგან ეს სამართლებრივი შეთანხმებაა, რომელიც ბევრ პრობლემას წამოჭრის. ივეთ კუპერმა ასევე აღნიშნა, რომ მათთვის ასევე შემაშფოთებელია პრეზიდენტ პუტინის წევრობა ნებისმიერ საბჭოში, რომელიც მშვიდობას უკავშირდება. კარგით, ბრიტანელები ამას როგორმე გადაიტანენ პუტინის მიწვევას, ისინი ხედავენ, რომ პუტინის იზოლირება, რუსეთის იზოლირება, რაღაცა ჰააგის სასამართლოთი მუქარა და ასე შემდეგ არ შედგა, პუტინს ყველგან იწვევენ, პუტინს ყველგან პატიჟებენ, პუტინი არის როგორც ტრამპმა თქვა, ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოსი. ამიტომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სრული აბსურდია და მაშინვე იყო ნათელი რომ სრული აბსურდი იყო პუტინთან დაკავშირებული მთელი ეს კამპანიები, მაგრამ როგორც თქვი გაარკვევენ ესენი ბრიტანეთი და რუსეთი და ამერიკა ერთმანეთთან ურთიერთობებს. მაგრამ აი ჩვენს ხომ ჩვენი თავი უნდა მოვიაზროთ ყველაფერ ამაში სადღაც. კი, მართალია, პატარა მცირე რიცხოვანი, სუსტი და ჩვენი ხმა არსად არის მის, მაგრამ მაინც ჩვენი თავი უნდა მოვიაზროთ სადღაც და აი ამ უშიშროების არა, ბოდიში, მშვიდობის საბჭოსთან შექმნასთან დაკავშირებით ის საქართველოში რა ვითარება, რა რეალობა გვაქვს. იმ აგენტურის და ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ბატონი სანიკიძე უმცროსი. ტრამპმა, რომელმაც მშვიდობის საბჭოში მიიწვია პუტინი და ლუკაშენკო, ამათ მაინც არ დაუძახა. ტრამპმა არ იცის ახლა ისინი რა ხალხი არიან, მაგრამ ყველას ეძახის. აი ყველას რო ეძახის, აი ამათ მაინც არ ეძახის. ასევე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები, ხო, სულ 15-ია. 14-თან რაღაც ფორმის კავშირი უკვე ქონდა. ანუ პუტინს შეხვდა, ზელენსკის შეხვდა, ბალტიისპირა სახელმწიფოების ლიდერებს შეხვდა, შუა აზიის სახელმწიფოების ლიდერებს შეხვდა, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებს შეხვდა, ერთადერთი სახელმწიფო 15-დან, ვისთანაც კომუნიკაცია არ აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ელჩი არ ყავს დანიშნული, არის საქართველო. მე წეგან გითხარით, ხანდახან ხდება, რომ მტერიც და მოყვარეც ერთსა და იგივეს გეუბნებათ. მაგრამ მტერი მტრად რჩება, მოყვარედ რჩება მეთქი. აი ეს ერთი და იგივე სათქმელის თემა, მნიშვნელოვანი თემაა. ახლა მე რა გითხრათ? მე როგორ გითხრათ რამე განსხვავებული იმისგან, რაც ბატონმა სანიკიძემ გითხრათ. სწორი გითხრათ მან. როდესაც ირგვლივ ყველას პატიჟებენ სადღაც რომელიღაც ორგანიზაციაში. ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელსაც თქვენ ეყნობოდით მუდმივად ამერიკას და ის პრეზიდენტებს და ახლა მთელი იმედები დამყარებული გაქვთ ტრამპზე და წერილზე უგზავნიდით მახსოვს იმისთვის რომ დაგველაპარაკე ხმა გაგვეს არ გაგცათ ხმა და ახლა როდესაც მეზობელი სახელმწიფოები თურქეთიც, სომხეთიც, აზერბაიჯანიც მიწვეულია ამ საბჭოში მშვიდობის საბჭოში და თქვენ არ ხართ მიწვეული ეს არაფერს არ გეუბნებათ რა მნიშვნელობა აქვს ამას ბატონი სანიკიძე დაგისვამთ ამ შეკითხვას თუ მე დაგისვამთ მე და სანიკიძე არა ვართ ერთი ჯგუფის და ერთი მიმართულების სრულიად სხვადასხვა მიმართულება გვაქვს ჩვენ და სხვათა შორის თქვენთანაც ხელისუფლებასთან ქართულ ოცნებასთან ბიზირე ივანიშვილთან მის მთავრობასთან
გვაქვს სხვადასხვა დამოკიდებულება, აბსოლუტურად სხვადასხვა დამოკიდებულება. მას ერთი სული აქვს, როდის დაემხობით თქვენ. მე ერთი სული მაქვს, როდის მოცილდება აი ეს ხორცმეტები საქართველოს. და მინდა რომ თქვენ გაიმაგროთ პოზიციები, მაგრამ ეს თემა, ეს საკითხი ხომ დგას. ევროპამ წიხლი გკრათ, ამერიკამ წიხლი გკრათ და აი ერთი კონკრეტული მაგალითი, ხომ ფაქტია ეს, არა? რომელსაც ვერსად ვერ გაეცევით, რაც არ უნდა მიკიბოთ, მოკიბოთ რაღაცა, ფაქტია, რომ თქვენ იქ არ მიგიწვიეს. ამიტომ გასარკვევია ეს ყველაფერი, საით მიდიხართ თქვენ, რას აპირებთ, რა გზას ხედავთ, რა გზას სახავთ და რას თავაზობთ ქართულ ხალხს. ეს არ უნდა ვიცოდეთ ჩვენ, უნდა ვიცოდეთ და დრო ალბათ რომ გავიგოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ცოტა ხნით გადავდება ხლა ამ თემაზე საუბარს, საქართველოს ამბავზე და მინდა ისევ მეუბრუნდე ამ ყველაფერს, აი როგორია ამასთან დაკავშირებით, თქვათ, იგივე გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით, როგორი არის დანიის პოზიცია. გრენლანდიის ირგვლივ არსებული რეგიონი აღარ წარმოადგენს ნაკლები დაძაბულობის მქონე სივრცეს. ჩვენ გავიაზრეთ, რომ უნდა ვიყოთ უფრო მეტად აქტიურები. უნდა ჩავდოთ მეტი ინვესტიცია და ვაკეთოთ მეტი ერთობლივი საქმე. ახლა რა გვითხრა ამ კაცმა მაინც გასაგები არაფერი არ გვითხრა, რაღაცა მოკიბა ასე ვთქვა, თამაშიც ეთყობა რომ უკვე გატეხილია ხერხემალში, მაგრამ ფაქტია ესეც, ხომ და ფაქტი უნდა მივიღოთ ფაქტად და რას აკეთებს ამ დროს ევროპა? ურიგდება ამ ამბავს, რომ გრენლანდია მოაქვს შეთანხმებით თუ შეუთანხმებლად, შეთანხმებით თუ ძალით. ფაქტია, რომ გრენლანდია უნდა წამოიღოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ტრამპმა. და რას შობა ამ დროს ევროპა, როგორია მისი პოზიცია. აი მაგალითად ბრიტანეთი და გერმანია ერთად დაწყვილებული. ჩვენ გავაგრძელებთ დანიის, გრენლანდიისა და მისი ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიების დაცვას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისგან. ჩვენ კვლავ დავიცვალთ ჩვენს პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ტრანსატლანტიკური პარტნიორობა, კერძოდ სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მივესალმები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას. ეს არის სწორი გზა, რადგან ძალისმიერი გზით ევროპული ტერიტორიების დაკავების ნებისმიერი მცდელობა არის მიუღებელი. ქალბატონებო და ბატონებო, ახალი ტარიფებიც გაანადგურებდა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საფუძვლებს. თუ კი ისინი მაინც დაწესდება, ევროპის პასუხი იქნება ერთიანი, 7, აწონ-დაწონილი, თუმცა ამავე დროს მტკიცე. გრენლანდიის მომავალი ეს არის საკითხი, რომელიც ეხება მხოლოდ გრენლანდიასა და დანიას. დანიის სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოქმედებს 1951 წლის შეთანხმება გრენლანდიის უსაფრთხოების შესახებ. ამიტომ მათ სურთ ჰქონდათ დისკუსიების გამართვის შესაძლებლობა. ეს არის გრენლანდიელების განსახილველი საკითხი, რომელიც ეხება დანიასაც და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მათ თანამშრომლობას. აი ბრიტანეთის პოზიცია და გერმანიის პოზიცია. გერმანელმა რაღაცა საოცარი სისულელე თქვა, აი წარმოუდგენელი სისულელე, რომ ჩვენ გრენლანდიას დავიცავთ რუსული აგრესიისგან. ბიჭო, მუდრეგო ვიღაცა ხარ. გრენლანდია მიაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს და შენ რუსეთისგან იცავ? აი უადგილო დაცვა არ არის ეს? თუ საერთოდ აბსურდი არ არის? შენ გერმანელი არ ხარ? გერმანელი ხარ ხომ? გერმანული კლასიკური ფილოსოფიის და გერმანული უდიდესი წერლობის და ლიტერატურის ქვეყნის წარმომადგენელი ხარ. კი მართალია, ჰიტლერის წარმომადგენელიც ხარ, მაგრამ რაღა ჰეგელისკენ არ გაგიწია გულმა, მარქსისკენ არ გაგიწია გულმა და მაინც ჰიტლერისკენ გაგიწია გულმა და როშავ ისე როგორც ის როშავდა ხოლმე. აი ეს სირცხვილი არ არის, რაც ევროპაში ის დღევანდელ ევროპას. სერბეთი და შვედეთი ასევე დაწყვილებულად მინდა წარმოგიდგინოთ. არ ვარ იმდენად ჭკვიანი, როგორც მსოფლიოს სხვა პოლიტიკოსები, რომ მისი სიტყვით გამოსვლისთანავე შევაფასო სიტუაცია. თუმცა ცხადია, რომ სამომავლოდ ჩვენ შევეჯახებით ევროპასა და ამერიკას შორის უფრო გაძლიერებულ დაძაბულობას და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. გაკვირვებული არ ვარ. ეს ერთდროულად შეესაბამება ირაციონალური და რაციონალური არგუმენტების ერთობლიობას. ვფიქრობ, ეს მხოლოდ ადასტურებს ევროპისადმი ჩვენს გზავნილს შვედეთიდან. ევროპა უნდა გახდეს უფრო ხისტი და მტკიცე. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა. მუდმივად ვამბობთ, რომ შანტაჟითა და დაშინებით ჩვენ ვერ დაგვათმობინებენ ტერიტორიას. პირველი ბატონი უჩიჩი იყო, მეორე წარმოადგენს შვედეთს.
მინისტრია. კიდევ კარგი რომ ევროპაში ამათი ხმა ისმის. კიდევ კარგი რომ თავმოყარებობის, ღირსების, ადამიანობის, სუვერენიტეტის განცდის რაღაც ნარჩენები და ნამუსწრები მაინც არის შემორჩენილი ევროპაში ჯერჯერობით, მაგრამ ეს ისეთია რომ ილევა, აი თვალს და ხელს შუა ქრება ეს ყველაფერი. ხო, ეს რაც შეეხება ამ მშვიდობის საბჭოს ტრამპის მიერ, აი ახლა რომ ყალიბდება და ახლა დავოსში კიდევ ერთი საინტერესო საკითხი გაირკვა. 800 მილიარდიან დახმარებაზე უარი ეთქვა უკრაინას. თანხას დააკვირდით 800 მილიარდიანი დახმარება. გრენლანდიის საკითხზე ამერიკის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებს შორის მიმდინარე უთანხმოების ფონზე უკრაინისთვის 800 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტის ხელმოწერა, რომელიც დავოსში იგეგმებოდა, გადაიდო. ინფორმაციას Financial Times-ი 6 მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით ტრანსატლანტიკურმა განხეთქილებამ, რომელიც უფრო და უფრო ღრმავდება, შესაძლოა ძირი გამოუთხაროს კიევისადმი დასავლეთის ერთიან მხარდაჭერას. დაიღუპა ზელენსკის ხროვა. ამ 800 მილიარდიდან რამდენს აიღებდნენ სახლში. ძალიან ბევრს აიღებდნენ, მაგრამ ყველაფერს ხო არ წაიღებდნენ სახლში, რაღაცისთვის უნდა მოეხმარა და მაინც რა იყო ის, აი რა უნდა გაეკეთებინათ ამ ფულით. ამასთან დაკავშირებით საოცარი განცხადება გააკეთა უკრაინის ახალგამომსხვრმა თავდაცვის მინისტრმა, რომლის შესახებ პატარა სიუჟეტს შემოგთავაზებთ. Украина поставила перед собой стратегическую цель убивать 50 тысяч российских солдат в месяц. Об этом во время общения с журналистами заявил новый министр обороны Украины Михаил Федоров. Цитата. «В прошлом месяце убили 35 тысяч. Все эти потери верифицированы на видео. Если достигнем показателя 50 тысяч, увидим, что будет с врагом. Они воспринимают людей как ресурс, проблемы с которым уже очевидны». წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე? თავდაცვის მინისტრი იმისთვის კი არ მოდის, რომ თავი დაიცვას, უკრაინა დაიცვას, უკრაინელი ხალხი დაიცვას, არამედ უპირველეს მიზნად აცხადებს, რომ ყოველ თვე, თუ არ ვხსნებით თვე თქვა, თუ ყოველ კვირას თუ რაღაცა დროის მონაკვეთი დაასახელა 50,000 რუსი ჯარისკაცი უნდა დავხოცო. კატასტროფული ნათქვამია თავისთავად, ხო? აი რაღაცა მიზანი, ქვეყნის მიზანი, თავდაცვის მინისტრის პირით გაცხადებული. გახავთ აი ასეთი უბედურება და იბადება შეკითხვა. რა სჭირს უკრაინას? როგორ შეიძლება უკრაინა დახასიათდეს? უკრაინა ეს ხომ ჩვენთვის ძალიან ნაცნობი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა. ჩვენ ამ ხალხთან ურთიერთობა გვქონდა კულტურული, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სხვა. ჩვენ ვიცნობდით ამ ხალხს როგორც უაღრესად კეთილშობილ ხალხს, უაღრესად ჭკვიან ხალხს, გონიერ ხალხს, კულტურულ ხალხს და უცებ რაღაცას საოცრება მოხდა უკრაინაში. რა არის ეს? საიდან მოდის ეს ყველაფერი? ფანტასტიკური ახსნა აქვს ჟირინოვსკის თავის დროზე გაკეთებული ანეკდოტის სახით. მოგასმენინებთ. Простой фразой обрисована вся политическая обстановка на Украине. Странные люди молятся на европейцев, работают на евреев, умирают за американцев и за все это ненавидят русских. Вот и все. Esmit. Ai es მოვიდათ. საკუთარ თავს რომ დაკარგავ, საკუთარ რაობას რომ დაკარგავ, საკუთარ ისტორიას რომ მოწყდები, მაშინ მომავალსაც კარგავ. აი ეს დაემართა უკრაინას სამწუხაროდ, მაგრამ აქვე იბადება შეკითხვა. რა სჭირს ევროპას? რა მოუვიდა ამ როგორც ეძახიან ბებერ კონტინენტს, რომელიც ბრწყინავდა ყველა გაგებით. ხელოვნება, მეცნიერება, ლიტერატურა, ფილოსოფია, კულტურა, ეკონომიკა აბსოლუტურად ბრწყინავდა ყველაფერი. რა დაემართა, რა არ ყოფნის, რა მოუვიდა ევროპას? Владимир Путин. Я не хочу никого обижать, боже упаси, так звучит, конечно, прозвучит не очень хорошо. Я все-таки спрашиваю у своих коллег, у экспертов, я говорю, а вот чего в Европе не хватает вот сейчас? Ответ такой, мозгов вам не хватает. Ჭკუარ ყოფნით. ჭკუის დეფიციტი გაქვთ. გონების დეფიციტი გაქვთ. აზრი დაკარგეთ, აზროვნების უნარი დაკარგეთ.
აი ეს გითხრათ რუსეთის პრეზიდენტმა და გითხრათ სამართლიანად. აბსოლუტურად სამართლიანად. თქვენ როგორც უკრაინელებს მოვიდათ, უკრაინა პატარაა, თქვენ მთელი კონტინენტი ხართ, მილიარდიანი კონტინენტი თითქმის. დაკარგეთ აზროვნების უნარი და სოფლიოს მიათრევთ რაღაცა დიდი უბედურებისკენ. თქვენ და სამწუხაროდ. სხვათა შორის ერთხელ პუტინს კითხეს, რა არის თქვენი შეცდომა და რა არის დასავლეთის შეცდომა. და მან უაღრესად საინტერესო პასუხი გასცა. ამასაც მოგასმენინებთ. Самая главная ошибка с нашей стороны в отношениях с Западом, что мы слишком вам доверяли. А ваша ошибка заключается в том, что вы восприняли это доверие как слабость и злоупотребили этим доверием. ჩვენი უმთავრესი შეცდომა ის არის, რომ ჩვენ თქვენ გენდობოდით. ზედმეტად გენდობოდით. თქვენი უმთავრესი შეცდომა კი ის არის, რომ თქვენ ეს სისუსტედ ჩაგვითვალეთ. შესანიშნავად არის დახასიათებული ეს სიტუაცია. აცდენა მოხდა. ევროპა სხვა მიმართულებით, რუსეთი სხვა მიმართულებით. ამასთან დაკავშირებითაც შესაძლებელია ბოლოს ორიოდე სიტყვა ვთქვა, მაგრამ როგორია დღევანდელი რუსეთი? მართლა ისეთია, როგორც ჩათვალა დასავლეთმა, რომ ის სუსტია. ასეთია რუსეთი თუ სხვანაირია. ამასთან დაკავშირებით ცნობილი პოლიტოლოგი და შესანიშნავი მოღვაწე ბატონი კედმი. Европа и часть руководства НАТО кричит: мы должны быть готовы к войне с Россией 27 года. Мы готовы воевать с Европой. У меня для них новость. А с кем вы будете воевать? С российской армией? А что такое сегодня российская армия? А в России есть 3 армии. Одна армия, которая решает текущую проблему на Украине. Ее все знают, она воюет теми методами и теми видами оружия, которые необходимы или оптимальны для такого рода войны с той ее целью. Но в России уже есть другая армия. И Россия ее готовит и очень эффективно. Эта армия должна была решать оперативно-стратегические вопросы, связанные с Украиной. Но Россия совершенно серьезно готовит 3-ю армию. Вот 3-я армия, это самое основное. Она готова. Она очень быстро усиливается. Это армия для войны с НАТО. Она готова. Может быть, не на 100%, а на 95%, я не знаю. Но она очень быстро готова. Война с НАТО будет совершенно другая. Она не будет длиться неделю. Она будет чрезвычайно жестока, чрезвычайно тяжелая, с применением тактического ядерного оружия. В результате этой войны те армии НАТО, которые будут там принимать участие, будут уничтожены. Не разгромлены, они будут уничтожены. ასეთი გახლავთ ეს განცხადება, ეს წინასწარმეტყველება თუ გნებავთ. უпроსოროდ ანალიზი. მაგრამ ისეთ ცნობილ პოლიტოლოგსაც, როგორც არის ბატონი კედმი. შესაძლებელია რამე შეეშალოს, რაღაცა, ვთქვათ, ზედმეტი მიაწერა რაღაცა სამ შემთხვევაში რუსეთს, ან ნაკლები. შესაძლებელია ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ მოდით დავაზუსტოთ ეს ყველაფერი. ევროპელები რომ გახვირიან რუსეთი ჩვენთან ომს აპირებს, რუსეთს არაფერში არ ჭირდება ევროპელებთან ომი, თუ ევროპელებმა არ მიიყვანეს აქამდე საქმე. ეს რომ მოხდეს, რასაც გახვირიან ის რომ ახდეს. ასეთ შემთხვევაში რა იქნება და როგორი იქნება ფინალი? კედმის არ ვანდობით? კი ბატონო. რუსეთის პრეზიდენტს და რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს ვლადიმერ პუტინს მოგუსმენთ. Мы не собираемся воевать с Европой, я уже об этом 100 раз сказал. Но если Европа вдруг захочет с нами воевать и начнет, мы готовы прямо сейчас. Здесь не может быть никаких сомнений. Только вопрос в чем? Если
Европа вдруг начнет с нами войну. Мне кажется, что очень быстро. Это же не Украина. С Украиной мы там действуем хирургическим способом, аккуратненько, так, чтобы, понятно, да? Это не война в прямом современном смысле этого слова. Если Европа вдруг захочет начать с нами войну и начнет ее, то очень может быстро произойти ситуация, при которой нам не с кем будет договариваться. ევროპას თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება სურს და მიიღებს კიდეც, ასეთ შემთხვევაში მიიღებს იმას, რაც ახლა ითქვა. ევროპაში შესაძლებელია მომლაპარაკებელიც კი აღარ დარჩეს. მძიმე თემებია, უმძიმესი თემებია, აი სალაპარაკოდაც უმძიმესი თემებია, მაგრამ აქამდე მიიყვანეს საქმე. მსოფლიო წესრიგის რღვევით, საერთაშორისო სამართლის რღვევით, უსამართლობით, მსოფლიოზე გაბატონების აკვიატებული სურვილით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დასავლეთმა აი აქამდე მიიყვანა საქმე და ახლა ჩვენ ვხედავთ, როგორია რუსეთის განწყობაც, გადაწყვეტილებებიც და როგორია მისი შესაძლებლობებიც. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება უკრაინასთან ომი. უკრაინასთან ომი არც არის ომი. ეს მაინც როგორი ფართო მასშტაბების არ უნდა კონდეს მას, ეს მაინც არის სამხედრო ოპერაცია. ომი ევროპასთან, ბირთვულ ევროპასთან. თქვენ წარმოგიდგენიათ რა სახე შეიძლება ამან მიიღოს. ეს არის სრული კატასტროფა, მაგრამ ჭკუა არ გაქვთო რომ უთხრა პუტინმა. გონება არ გაქვთო, აზრი დაკარგეთო რომ უთხრა. ეს არის უაზრობას ყოველთვის მოაქვს გარკვეული შედეგები. აი ჩვენს როგორც არ უნდა ვალამაზოთ ბოლო 30-35 წელიწადი ჩვენი ისტორიისა, ჩვენს არასწორი გზით ვიარეთ, საოცრად არასწორი გზით ვიარეთ, საოცრად არასწორი ღირებულებებით ვიარეთ. პირდაპირ სიცრუისკენ ავიღეთ გეზი და აი პირდაპირ ჩაგვფლეს აი ამ ჩაგვმარხეს ამ სიცრუეში, ამ დეზინფორმაციაში, ამ წყუდიათში, ამ სიბინძურეში, რაც მოდიოდა და დღემდე მოდის დასავლეთიდან. შედეგი რა მივიღეთ? ჩამომithვლია ბევრჯერ და აი ტერიტორიული რღვევიდან დაწყებული, რა ვიცი, 1000 უბედურება, მაგრამ აი ერთი კონკრეტული სიუჟეტი მინდა ახლა გაჩვენოთ. როგორც შედეგი იმისა, რა გზით ვიარეთ 75 წელიწადის განმავლობაში. როგორც შედეგი ამისა. ეს სიუჟეტი თქვენ რამდენიმე დღის წინ ნახეთ. ტელეარხებით და ტელეეთერებით. მაგრამ ახლა ამ კონტექსტში ჩასმული სრულიად სხვაგვარად გამოჩნდება. იხილეთ. მინდი. ეს უმძიმესი კადრები ეგრეთ წოდებული ნეონაცისტური ძალადობრივი დაჯგუფების წევრების წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. კადრებში ნათლად ჩანს, რომ დაჯგუფების წევრები მსხვერპლებს არამხოლოდ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, არამედ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ. სახეზეა ღირსების შემლახავი მოპყრობა. თავდასხმა ჯგუფურად ხდებოდა, მსხვერპლს კი ვიდეოს უღებდნენ და სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ. სამების სივრცე ნაძალადევის რაიონში მეტროს მიმდებარედ იყო მოწყობილი. აქ იბარებდნენ მსხვერპლს გარჩევაზე, სემდნენ და აწამებდნენ. ვიდეოების დიდი ნაწილი სწორედ აქ არის გადაღებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავა, მათგან 10 არასრულწლოვანია. დაკავებული ნეონაცისტური დაჯგუფების წევრებს შორის სკოლის მოსწავლე გოგონებიც არიან. როგორც პირველებმა გაარკვია, დაკავებულია 2 გოგო, მათგან ერთი 12 წლისა. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნიღბები, სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ხმოვანი და ცივი იარაღები.
პოლიციამ უკვე იპოვა წამების 10 მსხვერპლი, თუმცა ეჭვია რომ დაზარალებული უფრო მეტია. ერთ-ერთი დაზარალებული 50 წლის მამაკაცია, რომელიც ახლა კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით არის მოთავსებული. დაზარალებულებს შორის არის 4 არასრულწლოვანი. ბანდა მათ წინააღმდეგ მტკიცებულებებს თავად იღებდა და ინახავდა. დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულია 10-ზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრებს ბრალი რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად წარუდგინეს. 16 დაკავებული, რომელსაც ხელბორკილები რამდენიმე საათის წინ დაადეს, ისევ იზოლატორებში რჩებიან. ადვოკატები აცხადებენ, რომ ყველა დაპატიმრებული უარყოფს დაჯგუფებასთან კავშირს და მსხვერპლთა წამებაში თანამონაწილეობას. თუმცა საქმეში არსებობს შოკის მომგვრელი კადრები, რომელიც აჩვენებს, რომ დაკავებულ პირთა ნაწილი მსხვერპლის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ჩემს ახალგაზრდობაში ფილმებში გვინახავს, დასავლურ ფილმებში გვინახავს ასეთი რამ და დასავლური ცხოვრების წესის ეპიზოდების სახით გვინახავს. მართალი გითხრათ, არც გვჯეროდა მაშინ ასეთი რამ თუ არსებობდა, მაგრამ შემოაღწია ამან ჩვენთან. მოდის ეს იმპორტირებულია. სად ჩაისახა ფაშიზმი, სადიზმი, სისასტიკე, საკონცენტრაციო ბანაკები. ეს ხომ ჩვენი უახლესი ისტორია, ჩვენი მამების და ჩვენი ბაბუების განცდილი და მათ მიერ გამლილი გზა. ეს ყველაფერი ხომ იქიდან მოდის. ამიტომ თქვი მე რომ ამ გადაცემას ასე დავარქვი კიდეც. ყველა გზა მოსკოვში მიდის. ახლა დასავლეთი არ არის ჩვენი ორიენტირი. დასავლეთთან ჩვენ ახლა გზა არ გვაკავშირებს. ძაფიც კი აღარ გვაკავშირებს. დასავლეთი შეიშალა. დასავლეთი ჭკუაზე აღარ არის. დასავლეთი შეცდა. დასავლეთს საკუთარი პრობლემები და კრიზისები აქვს ოხრად. და საით მიაქანებს დასავლეთს მთელი ეს სიტუაცია ღმერთმა უწყის. თუმცა ჩვენ ადამიანებს მოაზროვნე არსებებს შეგვიძლია გარკვეული ვარაუდები ვქონდეს, გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ. ამიტომაც ვთქვი და ვიმეორებ, ყველა გზა მოსკოვში მიდის. უნდა ჩაბრძანდეთ ბატონებო. არ დაიწყოთ ახლა მანჭვაგრეხვა, რომ არა სხვა ქვეყანაში სადღაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე შევხვდებით და ჩადით მოსკოვში. დიდი ტერიტორია აქვს მათ და დიდი სივრცეები აქვს მათ იმისთვის, რომ მიგიღონ, მოგისმინონ. ჩადით და დაელაპარაკეთ. განსაზღვრეთ მომავალი. ოდნავ მაინც დაასწარით მოვლენებს. ერთი ნაბიჯით მაინც დაასწარით მოვლენებს. ერთი ნაბიჯით ჩამორჩენა უკვე სხვა რამაა. ერთი ნაბიჯით ჩამორჩენა პრაქტიკულად ტრაგედია. მოვლენებს ერთი ნაბიჯით მაინც თუ დაასწრებთ, შესაძლებელია რაღაცა სასიკეთო გამოვიდეს საქართველოსთვის. აი, ამიტომ გეუბნებით, ამიტომ მოგმართავთ, რომ მომწიფდა უკვე ყველაფერი. აღარ დარჩა აღარაფერი იმ ძველი ცდუნებებიდან, იმ ძველი დეზინფორმაციიდან, იმ ძველი სიცრუიდან, რასაც ასე ბოდიში ამ სიტყვისთვის ვკტენიდნენ ამ 30 წლის განმავლობაში და აი უკვე გაცდა ყოველგვარ საზღვრებს. აი ამიტომ გადასარგმელია ნაბიჯი, რომელიც შესაძლებელია თავისი შინაარსით იყოს რევოლუციური, მაგრამ გადასარგმელია. იმიტომ რომ ეპოქაა ასეთი, იმიტომ რომ დრო არ ითმენს და იმიტომ რომ დასავლეთით ის არის, რასაც ახლა უყურებთ ეკრანზე. ხოლო რუსეთის მიმართულებით სხვა რამ არის. პუტინს კითხეს ერთხელ, რა გწამთო? მან ასეთი პასუხი დასცა. Во что верите вы? В Господа, который с нами и который никогда не оставит Россию. Тих. Sorry ეს ორიენტირი. მაღალი ღმერთი. აი საითგან უნდა ვისწრაფოდეთ ჩვენს. ღმერთი იქ არის, სადაც სამართალია.
ღმერთი იქ არის, სადაც ისტორიაა. ღმერთი იქ არის, სადაც მომავალია. ღმერთი არ შეიძლება ფაშიზმში იყოს. ღმერთი არ შეიძლება სადიზმში იყოს და საკონცენტრაციო ბანაკებში იყოს. ამიტომ ალბათ ყველაზე სწორი რიტუალის შესრულება, რომლითაც ვამთავრებam გადაცემას, სწორედ ახლა იქნება, როდესაც ღმერთის ხსენება იყო. დიახ, ავანთოთ სანთელი, თუ ავანთე, ავანთოთ სანთელი, გადავიწეროთ პირჯვარი და ვიაროთ იმ გზით, რა გზაც არის ჩვენთვის ისტორიული, აპრობირებული და ნაცადი გზა. ღმერთს ვთხოვოთ შველა და დარწმუნებული ვარ, რომ ის დაგვეხმარება. ეს რწმენა დაგვეხმარება, ეს გზა დაგვეხმარება და ეს გზა გადაგვარჩენს. ისე ვიაროთ, როგორც ჯიუტად, აი ეს საოცარი ანგელოზი მიემართება ამ კიბეებზე და მიდის იმისთვის, რომ მიეახლოს ეკლესიას, ღმერთს, ჭეშმარიტებას, სიყვარულს, სიკეთეს და რა თქმა უნდა, ანთებულ სანთლებს. აი, ასე, ამ სიჯიუტით, ამ მომდომებით უნდა დავადგეთ იმ გზას, რომელიც უალტერნატივოა. ასე გამოვიდა, ასე აღმოჩნდა. აი, თითქმის ყველაფერი ის, რისი თქმაც მინდოდა და რისი თქმაც ასე თუ ისე მოვახერხებ დღევანდელ გადაცემაში თქვენ წინაშე. მე იმედი მაქვს, რომ მომავალ პარასკევს დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე ისევ მოგვიწევს ერთმანეთთან შეხვედრა გადაცემაში სპეციალური გამოშვება.